ქუთაისში უფრო დიდი ის იყო, აგრესია იყო მუსიკაში. შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე თბილისში. აგრესია მუსიკალური. ის რაც აქ მიტინგებზე იხარჯებოდა, ის აგრესია ქუთაისში იხარჯებოდა ნახატებში, მუსიკაში. არ იყო მისაღები საბჭოთა მენტალიტეტისთვის და საბჭოთა წყობილებისთვის ეს დასავლური მუსიკა. გოგა ჟურნალაძეს აქვს ერთი სიმღერა, მაქცია ქვია, რომელიც მიუძღვა მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს. მაშინ მინდა ედვარდ შევარდნაძე. ACDC არის ძალადობას პროპაგანდირებს, თქვათ, Sex Pistols-ზე არის ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და ეგეთ რაღაცები იწერებოდა. ეს სად იწერება? კომკავშირის რაიკომი აქვეყნებდა ეგეთ ციებს და აკრავდა დისკოთეკებზე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი ლაშა გაბუნია, მუსიკის ჟურნალისტი. მე გეტყვით 2-20 სიტყვით თუ რაზე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა და რატომ არის ბატონი ლაშა ძალიან საინტერესო სტუმარი ჩვენ თემისთვის, რაზეც საუბარსაც დღეს ვაპირებთ. თქვენ იცით რომ ჩვენი გადაცემის ციკლის ერთი ნაწილი მიეძღვნა ქუთაისს, ზოგადად და ჩვენ ქუთაისში გვქონდა რამდენიმე გადაცემა ქუთაისის ისტორიაზე. მაგრამ ბატონი ლაშა ქუთაისელია, ქუთაისში ცხოვრობდა 80-იანი, 90-იანი წლების 80-იანი წლებში და 90-იანი წლების ბოლომდე. მაგრამ ამავდროულად ბატონი ლაშა არის მემატიანე იმ პერიოდის მუსიკალური საზოგადოების და იმ პროცესების, რომელიც ქუთაისის სახელოვნებო და სატელევიზიო თუ რადიო სფეროში მიმდინარეობდა. ამიტომ ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება პირველ რიგში ქუთაისს, თუ როგორი იყო 80-იანი და 90-იანი წლების ქუთაისი და შეეხება ქუთაისურ ხელოვნებას, ესე რომ ვთქვათ, ძირითადად underground და ალტერნატიულ ხელოვნებას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვარ, სხვა სფეროებსაც გადავწყვეტებით და ვინაიდან ბატონი ლაშა მარტო იმ პროცესებში არ ერკვეოდა, რაც ქუთაისში ხდებოდა და ზოგადად ამ საკუთარ სპეციალობაში ერკვეოდა და ეცნობოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი გადაცემა ქუთაისთან ერთად შეეხება საქართველოს მუსიკა უახლოესი წარსულის მუსიკის ისტორიას, ალტერნატიული მუსიკის ისტორიას, ასე რომ ვთქვათ. დიდი მადლობა ბატონ ლაშა იმისთვის, რომ დამთავრდა. ირიქით თქვენ მადლობა, იმიტომ რომ გულშემატკივრობ ამ გადაცემას მართლა ძალიან ისეთი საჭირო თემებზე არის ხოლმე. მიუხედავად იმისა, ხა მე პოლიტიკაში ნაკლებად ვიმაშვები, ჩავრეულ ვარ ჩემი მუშაობის პროცესში, მაგრამ საინტერესოა ყოველთვის რაზედაც არის ხოლმე ლაპარაკი, გინდა პოლიტიკური მხრივ, გინდა ხელოვნების მხრივ და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი მადლობა შენ მოწვევისთვის. გაიხარეთ. პირველ შეკითხვას შორიდან დავიწყებ, მინდა რომ თქვენი ბავშვობის ქუთაისი წარმომადგენიოთ, საიდან იწყება თქვენი მეხსიერება, ესე რომ ვთქვათ, რანაირია ეს ქალაქი მაშინ და თქვენ როგორ პოულობთ ინტერესს იმ სფეროში, რა სფეროშიც პოულობთ საბოლოო ჯამში. საიდან შემოდის ეს ხელოვნების ეს დარგი ქუთაისში და რატომ არის რომ ქუთაისი პოპულარულია ამ თვალსაზრისით? ქუთაისში პოპულარულია ეგრეთ წოდებული ალტერნატიული მუსიკა. მაშინ დავიწყებ მაქიდან. ალტერნატიული ხელოვნება ქუთაისში არ არის უცხო, თუნდაც დავიწყოთ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, იგივე ცისფერყარტელთა ორდენი იყო, ჩამოყალიბდა, რომლებიც იყვნენ აბსოლუტურად დაპირისპირებული და განსხვავდებოდა იმ გარემოსგან, რაც საერთოდ საქართველოში არსებობდა, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა გადმოვიდა თბილისში. ასევე, რა ვიცი, ქალაქური მუსიკის პირველი ნაბიჯები ოფიციალურად შეიძლება ითქვას რაღაც ბჭყალებში, მაინც აი დებიიშნელები იყვნენ, ამიტომ რაღაცა აი ნოვატორული რაღაცები ამ ქალაქში ყოველთვის ხდებოდა და შეიძლება ითქვას ახლაც ხდება. ჩემთვის პირადად თქვათ 70-იანებიდან იწყება, რა თქმა უნდა,
აღქმა და ყველაფერი იწყება ჩემი ბიძებიდან, იმიტომ რომ ისინი მელომანები იყვნენ და მუსიკას უსმენდნენ და მე ძალიან პატარაობიდანვე აი მეხსიერებაც არ მქონდა იქიდან რავით ბიტლზებს და რაღაც კლასიკური როკი რაც იყო იმ მოსმენილი მქონდა და მე უკვე დღემდე ფირფიტები მაქვს ბლომად სახში. შემდეგ ეს სტუდენტობის დროს უკვე გადაიზარდა კასეტებში, იმიტომ რომ მაშინ ვინილები შეწყდა 80-იანი წლების ბოლოდან და კომპაქტები და ასე შემდეგ. თქვათ როგორი იყო ქუთაისი იყო მაშინ ინდუსტრიული როგორც ვიცით, ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. ხო, ამასინაც და ჩემმა ახლობელმა დავიწყეთ თვლა ქარხნების და ფაბრიკების. აი ვერ დავასრულეთ, იმდენი იყო, იყო დიდი საკავშირო მნიშვნელობის ქარხნები იყო და იყო რაღაც მცირე რესპუბლიკური მასშტაბის ის რომ მარტო ავტომშენებელი ქარხანა იყო, ფეშასე არ იყო. ტრაქტორმშენებელიც იყო, იქ იყო საღებავები მზადდებოდა. მინის სტეკლო. მინისტარის ქარხანაც იყო, ხო, საღებავები მზადდებოდა, ლითოფონის ქარხანა იყო ტრიკოტაჟის ფაბრიკები, იყო მაუდი, იყო აბრეშუმი, იყო რძისპრო, ისა რა ქვია, კომბინატი, საკონდიტრო, რავი, ძალიან ბევრი რაღაცა იყო, მოკლედ, რომელშიც პრაქტიკულად იმიტომ იყო, მაშინ მეორე ქალაქი იყო და მაშინდელი მოსახლეობა, მე ვიცი 80-იანების შუა პერიოდში, აი მე რო სკოლას ვამთავრებდი უკვე იყო 250,000, ახლა 145,000-ია თუ რაღაცა. ძალიან ბევრი იყო მაშინ უკვე მოსახლეობა, სავსე იყო პრაქტიკულად ქალაქი. და ყველა დასაქმებული იყო პრაქტიკულად, რა შეიძლება ასე ითქვას. და ეს იყო 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე იყო, ანუ ჩემ ბავშვობაში იყო ესეთ გამართული ქალაქი მაგხრივ. რომ წარმოება მუშაობდა და ყველაფერი წესრიგში იყო და 90-იანი წლები აბსოლუტურად საპირისპირო არის 80-იანი წლების. 90-იანი წლებში უკვე ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა ეს დიდი ქარხნები და ეს ხალხი უმუშევარი დარჩა, ზოგმა თურქეთს მიაშურა, ზოგმა აი რაც იყო ახლოს თქვა, ზოგი რუსეთში გადაიხვეწა, რა ვიცი, აი დაიშალა ხო ეს ხალხი, წავიდნენ საშოვარზე შეიძლება ასე ითქვას და ეს ხალხი ვინც დარჩა და იმათ შვილები ჩვენზე მაქვს ლაპარაკი ხო ჩემ თაობაზე დავჭით რა პრინციპში ესეთი აი ცოტა ისეთ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდით რომელში კი მართალია მთელი საქართველო იყო მასე მაგრამ განსხვავება რა არის თბილისსა და ქუთაისის შორის თქვა ესე შეიძლება ითქვას თბილისში ეს გაჭირვება გადაიზარდა უფრო პროტესტებში იყო თქვა ქუჩის გამოსვლები, დემონსტრაციები, აქეთ-იქეთ რაც ხდებოდა 90-იანი წლების განმავლობაში, მე სროლები მთელი ამბავი, ქუთაისში ეს პროტესტი უფრო ხელოვნებაში წავიდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მუსიკაში გადავიდა, თქვა ახლა მე რაც ვიცი, არა მარტო მუსიკაში, თქვა იქ ბევრი პოეტები იყვნენ, ხატრები იყვნენ, რომლებთანაც მეგობრობდით ჩვენ, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ, თქვა იმ საბჭოთა დანატოვარიდან რაც არსებობდა იმ პერიოდში რა. ეს მე მგონია რომ ეს არის განსხვავება თქვა იგივე თბილისსა და ქუთაისის აი რაღაც ვარიანტში კი თბილისშიც იყო თქვა მუსიკა რაღაც მაგრამ იქ თბილისში დღემდე პრინციპში ასე არის ქუჩა არის პროტესტის გამოსახატისა და ნუ ქუთაისში უფრო ნაკლებად ხდება იმიტომ რომ რეზო გაბრიაძეს აქვს ნათქვამი ისიც რომ იმერელები და იმერეთი ცოტა უფრო მსუბუქად აღიქვამენ ყველაფერს და რა თქმა უნდა ირონიით და ხუმრობით და ეს მართლა ასე არის რომ უკვირდები, იმიტომ რომ თბილისი ცოტა უფრო დაძაბული ქალაქია, ქუთაისი უფრო ბოშვებული და შეიძლება ითქვას. შენ თქვი რომ ჩემი ბიძები იყვნენო, მელომანები იყვნენო და ბევრი ის ქონდა. აი როგორ შემოდის ასეთი ფირფიტები და მუსიკა როგორ შემოდის ქუთაისში, თუნდაც შენი ბიძების თაობაში როგორ შემოდის? კი, მაგაზე სტატიაც ამაქვს და ახლა გეტყვი. ეს შემოდიოდა აბსოლუტურად. ძირითადად სპორტსმენებს შემოქონდათ. სპორტსმენები რომლებიც დადიოდნენ სხვადასხვა აი თქვათ სხვა ქვეყნებში დადიოდნენ ეს იყო ნაკრების წევრები თქვათ საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თქვათ იყვნენ მოცეკვავეები და შემოქონდათ უბრალოდ იყიდებოდა ფასებიც ვიცი დაახლოებით იყო აი 70-დან 100 მანეთამდე ძალიან ძვირი ღირდა დღევანდელი 100 ლარი არაფერი არა 100 მანეთთან შედარებით კი იცით შედაც ხო და
ზირთად ასე ვრცელდებოდა. ნუ ზოგიერთი რა თქმა უნდა მე თბილისში დიპლომატებსაც ჩამოხონდათ და ის მე შეიძლება ქუთაისში ყოფილიყო და კიდე იყო ეგეთი რაღაცა რომ აი თქვა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ბიძა აგროვებდა ამ ფულს და რომ დააგროვებდა თქვა ფირფიტულს მე მიდიოდა ან სოხუმში ან ბათუმში რომ იქ მეზღვაურებს ჩამოხონდათ ხოლმე ესე კონტრაბანდულად. რა თქმა უნდა მაგის გამო არავის არ იჭერდნენ ტყუილია ის რომ გავრცელებული არის საბჭოთა კავშირის დროს ვიღაცებს დაძევდნენ, იჭერდნენ და აწამა არ იყო ეგეთი რაღაცა სისულელია მაგი. უბრალოდ არ იყო, როგორ გითხრა, თქვათ აი არ იყო მისაღები საბჭოთა მენტალიტეტისთვის და საბჭოთა წყობილებისთვის ეს დასავლური მუსიკა, მაგრამ მაგის გამო კაცი დაეჭიროთ მე არ გამიგია საერთოდ საქართველოში მთლიანად, კიდე ქუთაისში კი არა მარტო. ესე შემოდიოდა ძირითადად რა, ან ზღვით შემოდიოდა სპორტსმენებს შემოქონდათ მოცეკვავეებს, რომლებიც გასტროლებზე დადიოდნენ და შემოქონდათ დიპლომატებს, რომლებიც შემდეგ ქართველებს აქ ჩუქნიდნენ და შემდეგ ვრცელდებოდა ეს. მაშინ იყო უფრო განათხოვრება იყო ფირფიტების და შემდეგ აი გადაწერა დაიწყო უკვე აი 70-იანების მეორე როცა მასობრივად შემოვიდა უკვე საკასეტო მაგნიტოფონები და უკვე ყველა მანქანებშიც რო ქონდათ. აი ეს არის 70-იანების მეორე ნახევარი. მანამდე მარტო ვინილი იყო, რომ მეფე იყო და მე შემდეგ უკვე დაიწყეს ამათი გადაწერა და 80-იან. ეს ვინილი შემოდიოდა თავის დროზე? ვინილი შემოდიოდა, რა ვიცი, სოციალისტური ქვეყნების ვინილები თავისუფლად იყიდებოდა. და სხვათა შორის იყო რამე ღირებული. ღირებული რამე იყო? ოთხივანეთი. არა, სოციალისტური ქვეყნის ვინილებში რამე ღირებული კი ბატონო, გეტყვით, ეს თქვათ გერმანული ფირმა იყო, Amiga, დღემდე არსებობს, მე მგონი, GDR-ის ფირმა იყო. იყო ბულგარეთის ბალკანტონი იყო, რომლებიც აკეთებდნენ ოფიციალურ ლიცენზირებულ ალბომებს უშვებდნენ, თქვათ იგივე როლინგების, თქვათ ბიტლზების და ასე შემდეგ. იყო ეგეთი, აი მე მაქვს მაგალითად ძველი ლენონის უკანასკნელი ალბომი Double Fantasy. ზუსტად იგივე გაფორმება აქვს, რაც ჰქონდა დასავლეთში, აბსოლუტურად არაფერი არა, უბრალოდ Amiga ფირმა ეს უკვე ხაზგასმით რომ ეს მიანიშნებდა რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იყო დამზადებული. ამიტომ ესეთი ფირფიტები იყიდებოდა დაღქვეში. თავისი ფასი ჰქონდა ბულგარულ და ჩეხურ დისკებს და ესე თქვათ რომილულად და კუბიდან შემოდიოდა დისკები, მაგრამ კუბური დისკი ერთი 4-მანეთი ღირდა ოფიციალურად 15-ად შეიძლებოდა გეშოვნა, თქვათ სოფლის მაღაზიებში. სოფლის მაღაზიებში იყიდებოდა? კი, როგორ არა, სოფლის მაღაზიებში ძალიან მაგარი რაღაცები იყიდებოდა. და პლუს ამას შემდეგ უკვე დაღქვეშიდან თუ იყიდებოდა რაღაცა, უკვე 8 მანეთი ედო იმას. და იმას მარტო ახლობლებს უჩენდნენ. აი სტიქსი იყო ერთი ჯგუფი არის ბრიტანული პროგრესივ როკს უკრის იმისი მომღერალი დენის დე იანგმა გააკეთა 84-ში ალბომი და ეს ალბომი ჩამოვიდა წყალტუბოში. და გავიქეცი ეგრევე გავიგე რომ იმ მაღაზიაში იყო და რომ მივედი მაღაზიაში ხო გავყიდოთ შეუბნები რომ დენის დე იანგი მინდა მეთქი ის Desert Moon ქვიოდა ალბომს 84 წლის ალბომი არის. წამიყრუა რა არ ჩააგდო არაფრად. და აში ვინაგლე შევედი. დახსის იქით შესვლა არ შეიძლებოდა. ახლა რო არის ისე არ არის. დახსის იქით ხო ხელით არჩევ ახლა ყველაფერს მაშინ ხო ის იყო რო ქვია. დახლის იქით მარტო გამყიდველი და მორჩა მეტი არავინ არ შეიძლებოდა და შევედი შევიხედე ქვევით დახქვეშ და იყო იმაში ყუთში ელაკა და სტაცე ხელი ფირფიტას. და მე აძალა ქონდა მოკიდა ორმაგფასში რა თქმა უნდა და წამოვიყე რა. ანუ იდეაში შეიძლებოდა რომ ჩოლურად ლეგალურადაც კი გეშოვა რამე საინტერესო ფირფიტები. კი, როგორ არა, ოღონდ ეს პერესტროიკის მერეა ალბათ, თუ მანამდე. ეს არის პერესტროიკის მერეა უფრო, ხო? სხვათა შორის ეს პერესტროიკა იმესაც შეეხოთ, რა ქვია, თვითონ სოციალისტურ ქვეყნებსაც. თუმცა სოციალისტური ქვეყნების მუსიკა რო შევადაროთ საბჭოთა მუსიკას, ბევრად უფრო დასავლურები იყვნენ ვიდრე ჩვენი. მაგალითად, ჩვენთან დისტორშენის გამოყენებას ერიდებოდა ყველა. გიტარის სიმძიმეს რო აძლევს. არც ერთი ჯგუფს არ იყენებდა პრაქტიკულად, არც 75, არც ივერია, არც აი დასავლეთში იყო. დასავლეთში მე ვამბობ აღმოსავლეთ ევროპას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. იქ იყო მძიმე ჯგუფებიც იყვნენ, იყო თქვათ უნგრული ჯგუფები იყო გადასარევი, ლოკომოტივ ჯითი გამახსენდება თქვათ და ომეგა ორი კაი ჯგუფი. პოლონელები heavy metals უკრავდნენ საერთოდ ტყავიშავლებში და იმაში სოციალისტური პერიოდის დროს და იქ არ იყო მოკლედ ესეთი შეზღუდვა როგორც ჩვენთან და
მე ვიცი რომ აი თვითონ დასავლელი მუსიკოსებიც ჩადიოდნენ იქ უფრო კონცერტებზე და ჩვენთან ჩამოყავდათ უფრო გასართობი აი ბონიემი და ეგეთი ვიღაცები რა რომ ერაფშენი და ესეთი ჯგუფები. და რა იყო ის ამ რა ბგერა იყო, მოდი რა ინსტრუმენტი იყო ის საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო და რატო იყო აკრძალული შენი დაკვირვებით? ხო, აკრძალული არ ვიცი, მე რატო არ მიესალმებოდნენ? ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, უფრო აი ცოტა ძიმე ბგერა არ იყო მისაღები, მე მგონი აი თვითონ კომუნისტური წყობისთვის და კომკავშირისთვის და ასე შემდეგ. მე მაგ სახში სია მაქვს რომელიც დისკოტეკებზე იყო გამოკრული და იქ იყო დახასიათება სხვადასხვა ჯგუფების. თქვათ, ნუ AC/DC არის ძალადობას იმაშვება, პროპაგანდირებს, თქვათ, Sex Pistols-ი არის ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და ეგეთ რაღაცები იწერებოდა, რომ ეს სად იწერება? კომკავშირის რაიკომი აქვეყნებდა აგეციებს და აკრავდა დისკოტეკებზე, რომ არ დაეკრათ. დისკოტეკები არსებობს ამ დროს? დისკოტეკები ყოველთვის იყო ტანცპლაშატკა ერქვა უბრალოდ ადრე. ქუთაისში იყო ეგეთი ტანცპლაშატკა? ტანცპლაშატკებზე ჩვენ დავდიოდით ქუთაისლები წყალტუბოში. წყალტუბოში იყო ეგეთი? წყალტუბოში იყო, იმიტომ რომ ის იყო საკავშირო ის იყო და იქ ტარდებოდა ესეთი ტანცპლაშატკები იყო. აი უფრო საკავშირო ტურბაზებში და სანატორიუმებში იყო იქ იმართებოდა ეგეთი და ცეკვები იყო და მთელი ამბები რა. და რას უკრავდნენ ამ ტანცპლაშატკებზე? უფრო დისკოს უკრავდნენ ჩვეულებრივად, რაც იყო, თქვა ბონიემი, ერაფშენი, აბასაც უკრავდნენ, რაღაც სეკრეტ სერვისიც გამიგია და რაღაც ანუ ჩვეულებრივი რაც პოპი იყო იმ პერიოდისთვის, ეგეთ რაღაცებს უკრავდნენ. და რამე შეიძლება ყოფილიყო ესეთი, რაცაც არც ერთ ვარიანტში არ დაუკრავდნენ და აკრძალული იყო ამ. არ ვიცი, მე უკვე მაგ პერიოდში, ანუ 16-17 წლის რო დავხსნი, მაშინ დაიწყო პერესტროიკა და მაშინ დავიწყე ამ ტანცპლაშატკებზე და მანამდე რა ხდებოდა არ ვიცი. სიმართლე და მანამდე უფრო აი ესეთ ტანცპლაშატკებზე იყო, რამდენადაც ვიცი და მე მგონი მართალი ვარ, იყო ანსამბლები იყო სპეციალური, თქვათ რესტორნის ანსამბლები იყო და ისინი უკრავდნენ ამ რეპერტუარებს. სხვა რეპერტუარს იყო საბჭოთა პოპულარული სიმღერები, იყო უცხოური სიმღერები, უკრავდნენ ჩვენები რა ქართველები. და ეს ანსამბლი შეიძლება მეორე დღეს ვიღაცის ქორწილში დაეკრა. ეს ქორწილის მუსიკის განვითარებაც ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ქორწილებში ადრე 70-იანებში ჩემ ბავშვობაში იყო ანსამბლები უკრავდა ჩვეულებრივი, მოქორწილეები იყო 1-5-6 კაცი იყო, ზოგი საყვირზე უბერავდა, ზოგი იმაზე რა ქვია საქსოფონზე, ну ზოგი გიტარაზე, ზოგი ბას-გიტარაზე, ჩვეულებრივი რაცა კომპლექტაცია თანამედროვე ლაივში მღეროდნენ. ლაივში მღეროდა, აბა რა მერე თანდათან, ესე იგი, ეს საქორწილო მუსიკა როგორ რაღაცა ხდებოდა, ჯერ შემცირდა 3 ადამიანი. ანუ ამა ეს რის გამო მოხდა? 80-იან წლებში ჯერ კიდევ პერესტროიკამდე საბჭოთა კავშირში შემოაღწია საკომისიო მაღაზიებიდან, რა თქმა უნდა, შემოაღწია სინთეზატორებმა. ეს სინთეზატორები უკვე იმხელა შესაძლებლობას იძლეოდა, რომ 7 კაცი აღარ იყოს საჭირო. იქ ისა რა ქვია დიპიტი სიმენზედაც აწყობდი უკვე რა დრამ სექციას ჩვეულებრივად სინთეზატორზე და ბას-გიტარის პარტიაც შეგიძლია ჩაწერო და ყველაფერი და ნუ ჯერ 3 კაცი იყო რომ მაინც საფხმაში მღეროდნენ ბოლოს იგეს მობეს და ერთკაციანი მოგვარლებიც იყვნენ ან ორკაციანები. ეს ტრანსფორმაცია განიცადა და ქორწილის მუსიკამაც. მე ეს ქორწილის მუსიკის სტუდიაც იყო ქუთაისში, რომელიც იწერდა და კასეტებს უშვებდა ამას. ქორწილებს იღებდა მაგას გულს. მე ქორწილებს იწერდა მეთქი და აი მათ მუსიკას უშვებდა ბაზრობებს და იმაზე მაგრა იყიდებოდა. ეს იყო ქართული მუსიკა თუ ეს იყო მუცხოვური მუსიკის? არა, ქართული მუსიკა იყო, ნუ ცნობილი შემსრულებლები ვინც იყვნენ იმ პერიოდში ახლა ნუ მერაბკაშია მაგალითად, კიდე ვიღაცეები, ეგეთ სიმღერა ჰამლეტა და ბენო და ვიღაცეები რო იყვნენ, აი მათ იწერდნენ შემდეგ და კასეტებზე გამოდიოდა ჩვეულებრივად და ქუთაის თბილისის ავტობუსზე თუ მოგიწევდა დაждდომა გზის ბოლომდე 5 საათი უნდებოდა მაშინ ავტობუსის ჩასვლა-ჩამოსვლას, ეს მუსიკა იყო ჩართული, ძღოლს ევასებოდა და უშვებდა თელიხმით კაბინაში. აი რო წარმოგადგენინო მაგალითად 80-იანი წლების ქუთაისური მუსიკა, ესე რომ შევხედოთ. კი. და მე უკვე 90-იანზე მივიდეთ, მაგრამ რაღაცა ხო იყო სხვანაირი, იმიტომ ინდუსტრიული ქალაქია 80-იან წლებში ქუთაისი, თუმცა მე ვიცი რომ ალტერნატიული მუსიკა ამ დროს უკვე შემოდის და კი 80-იანი წლების ზუსტად პერესტროიკა აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ მანამდე იყო ვოკალური ინსტრუმენტი ფაზისი იყო, თუ არ ვცდები. ერთი ჩანაწერი არის კრუგაზორი რო გამოდიოდა ესე ჟურნალი და ფირფიტები რო იყო ერთად
იმაში იყო მადინა არის სიმღერა და ზუსტად ეს ქუთაისური ჯგუფი ფაზისი ერქვა თუ რა ერქვა ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ ესეც აი მაგის რამდენიმე წელს ვიცნობ. ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი იყო და უკრავდა ძალიან კარგად რა იმ პერიოდისთვის. Meshengeli rahania shatvala madina Ushenoban chemo karbon Netzeli madina Uemane bisiklarus Shenchemo peria Achoebi zirpaso Geliam gelia ეს იყო შეიძლება ითქვას რომ ეს იყო მანამდე რაც იყო რა 70-იანებში 80-იანების დასაწყისში და 80-იანების მეორე ნახევარში ქუთაისში უკვე გაჩნდა ყველაზე საინტერესო რაც იყო აი მე რო სკოლას რო ამთავრებდი კიკვიძის ბაღში გახსნეს შადრევანი და იქ ეს იყო 86-87 წლები ხო იქ რო გავედით შადრევნის გახსნას, იმიტომ რომ ის იყო შუქებიანი შადრევნები იყო და მომღერალ შადრევნებს ვეძახდით და იქ გამოჩნდნენ ბრეიქდანსერები, რომლებმაც საოცარი ილეთები ჩაატარეს ისე იცეკვეს რა და მაშინ ძალიან გაოცებული ვიყავ, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. და ეს ტიპები შემდეგ აღმოჩნდა, თქვათ, ბაჯუ, აღმოჩნდა შავი პრინცი, რომლებიც აი ბრეიქდანსის კულტურა დაამკვიდრეს იმ პერიოდში, იმიტომ რომ მათ ქონიათ შემდეგ საცეკვაო სტუდია, რომლებშიც დადიოდნენ ისინი და აი ეს ბრეიქდანსი იყო პირველი მერცხალი, რომელიც არატრადიციული იყო ჩვენი ქალაქისთვის და საერთოდ საქართველოსთვის, მე მგონი. შემდეგ უკვე თქვათ 88-ში თუ 87-ში შეიქმნა ეგეთი გაერთიანება მელომანი. თემურ ჯოხაძემ და ვატო ნებიერიძემ სტრადივარიმ შექმნეს ამ ორმა ადამიანმა. ეს იყო ოთახი იყო დაქირავებული ოპერის თეატრში. სადაც იყო ერთი ჩვეულებრივი ოთახი იყო ადმინისტრაციული და მეორე იყო დიდი სარეპეტიციო ოთახი იყო, სადაც თქვათ უკვე იკრიბებოდნენ ქუთაისელი მუსიკოსები, რაღაც 5 მანეთი თუ რა, 3 მანეთი თუ რაღაცა ღირდა გადასახადი და ამ ისა რა ქვია, შეგეძლო იქ მე მისულიყავი, რეპეტიციები ჩაგეტარებია, შემდეგ ჩაგეწერა ბაბინებზე, თქვა ჩენი მუსიკა და ანუ იქ უკვე ხალხი შეიკრიბა. მე მასე დაუკავშირდი რაღაც ჯგუფში უკრავდი, მაშინ პრომეთე ერქვა. ხო და კლავიშებზე ვიყავი იქა და მივედი მან გავიცანი ზუსტად რობიც, ბაჯუც, ისა რა ქვია, გოგა ჟოჟოლაძე, რომელიც ქუთაისში ვეტერანი როკ შემსრულებელია. ეს იყო 89-90 წლები, მე რო იქ მივედი რა მაშინ. და ამ გაერთიანების დამსახურებაც არის, რომ ქუთაისში რაღაც ჯგუფებს ინტერესები ჰქონდათ. მაგრამ იყო ბოდიში დავამთავრებ კიდე, იყო ქარხნების კულტურის სახლები, ანუ თავისი ისრი ჰქონდათ დარბაზები. ეს დარბაზები და ეს პატარა ოთახები ქირავდებოდა ძალიან მაგრად. და ძირითადად ქირავდნენ ჯგუფები. თავიდან სანამ მელომანში მივიდოდით, ხო, ჩვენი ჯგუფი რეზინის ტექნიკის ნაკეთობათა ქარხნის რაღაც კლუბში ვიყავით. მან და აი ამ კლუბებში ხდებოდა რეპეტიციები ძირითადად. ბევრი იყო, სხვა რა იყო, მაგალითად ბუნკერი არ ყოფილა მელომანიაში, ჯგუფი იყო ეგეთი ბუნკერი, რომელიც უკრავდა რაღაც აი მოტორჰედის და რაღაც ოფსპრინგი რო შეაზილო ერთმანეთს და ნუ ძიმე მეტალი და პლუს რაღაც ცოტა კომერციული პანკიც რა გარეული. და ისინიც რეპეტიციობდნენ რომელიღაცა კულტურის სახლში, რომელიღაცა ქარხნის.
ისევე იყო ჯგუფი პულსში, სოსო ივანიშვილის ჯგუფი, რომელიც ასევე რომელიღაცა კულტურის სახლში იმაშობოდა ქარხნის კულტურის იმაში, რა ქვია, განყოფილებაში ჰქონდა რეპეტიციები. ეს ქარხნები, რომლებიც უფუნქციოდ იყო დარჩენილი უკვე, იმიტომ იხურებოდა თანდათან პერესტროიკის დროს, თანდათან საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რაღაცა ორი კაპიკი რო ეშოვა ქარხანას, ასე აქირავებდა იმის რა. ასე მუსიკოსებზე და მუსიკოსებს მეტი რა უნდათ არ იყო პრინციპში არცაც ისა და ზოგს ჰქონდა აპარატურა სხვათა შორის ქარხნებს თვითონ, იმიტომ რომ ხან ყრილობა იმართებოდა, ხან რაღაცა თათბირები და ის აპარატურა რაღაც ვარიანტში იყენებდნენ და მე ამგეს თავისი ჰქონდათ ყველას, სამაპალი ყველას როგორც მაშინ მეძახდით, ანუ ხელით აწყობილი აპარატურა. იცით რა მაინტერესებს, იმ პერიოდში ხო არსებობს საბჭოთა ალტერნატიული მუსიკაც, არსებობს DDT არსებობს, კინო არსებობს, ამბები სხვა არსებობს. და რასაკვირველია რომ რაღაცა ეს ჯგუფებიც ალბათ ერთმანეთის გავლენას განიცდიან, ხო, მათ შორის საბჭოთა ჯგუფებიც. რა არის ქუთაისურ ალტერნატიულ მუსიკაში უნიკალურად ქუთაისური? ან ქართული, ესე რომ ვთქვა. უფრო რა ვიცი, შეუპოვრობა ალბათ, არ ვიცი, აი როგორ გითხრა. რო შევადაროთ, აი თვითონ აი რუსულ მუსიკას არ ნახდათ არ გავდა ჩვენი იგი ქუთაისური ტალღა შეიძლება ასე ითქვას, არც თბილისური არ გავდა. რუსულს არანაირად არ გავდა. უბრალოდ, რა ქუთაისში უფრო დიდი ის იყო, აგრესია იყო მუსიკაში. შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე თბილისში. აგრესია მუსიკალური, ხო, რა თქმა უნდა, ვერაც თქვი, ანუ ის რაც აქ მიტინგებზე იხარჯებოდა, ის აგრესია ქუთაისში იხარჯებოდა ნახატებში, მუსიკაში. რა ვიცი, რაღაც ალტერნატიული თეატრიც იყო შექმნილი მაშინ და ისინი სპექტაკლებს გამდენდა. მოკლედ ეგეთ ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში პარტიას რა დამოკიდებულება აქვს ამ ხალხთან? იმჩნევს ამათ არსებობას, ეხმარება, ხელს უშლის. აი მაგალითად მაშინ სხვადასხვა რაიკომის ბიუნები როგორ უყურებენ პირობითად იმას, რომ ვიღაც პირველი ალტერნატიული იმ პერიოდის გაერთიანება იყო თეთრი ფრთები, ეს იყო 80-იანების დასაწყისი, 79-80 წელი. ხო და თეთრი ხმაური ქვია, ახლა ჯგუფს დღემდე არსებობს. White Noise თუ არ ვცდები, ხო? აი მე თუ რა ჩაწერილი არ მაქვს უკვე ვეღარ ვიმახსოვრებ ამ სახელებს. ხო და ესენი იყვნენ პოეტები, მუსიკოსები 80-იანების დასაწყისში. იყო უკვე ესე იგი ეს ალტერნატიული გაერთიანება, აბსოლუტურად არაფერი. გეტყვი რა, იგივე დამოკიდებულება, რაც დამოკიდებულებაც ჰქონდათ, იგივე შავი გაგების სასტავს, იგივე დამოკიდებულება იყო, თქვათ, ეს მუსიკოსების მიმართ ხელმძღვანელი პირებისგან, შეიძლება ასე ითქვას. არიფები არიან, რაც უნდათ აკეთონ. დაახლოებით ეგ, იმიტომ რომ იქ საშიში იმათთვის არაფერი არ იყო პრინციპში რა. რა უნდა ყოფილიყო, ახლა იქ არ იყო იმის ფაშიზმის ისა რა ქვია, ხოტბის შესხმა თქვათ და რაღაც კაპიტალისტური ქვეყნის აო რა კაი არის იტალია და ესეთი რაღაცები არ ყოფილა. იქ იყო უფრო აი რაღაც თავიდან კომუნისტების გაგანია კომუნისტების პერიოდში იყო რაღაც მეტაფორულად იყო რაღაცა პროტესტის ვარიანტი და მერე უკვე აგრესია გამოვიდა მუსიკაში უკვე როდესაც პერესტროიკის დაინგრა. არა, პერესტროიკის დროს როდესაც უკვე მაგისაც ძალა არ ქონდათ არაფერი ისეთი. ამ მუსიკის პარალელურად უკვე შემოდის მედიაც, სადაც თქვენც იწყებთ მუშაობას და მედია გამშუქებელი მაინც ამ ყველაფერს. აი ეს მედიის და ალტერნატიული მედიის, ესე რომ ვთქვათ, ცეკას დაქვემდებარებული მედიის პირველი არხი, მეორე არხის მიღმა მუსიკის ტელევიზიის გაჩენა და ალტერნატიული მუსიკის გაჩენას შორის რა კორელაცია არსებობს თქვენი დაკვირვებით? როგორ ეხმარებოდნენ ისინი ერთმანეთს? ან უშლიდნენ ხელს, არ ვიცი, როგორც არაფერი შეშლა არ ყოფილა. პირველი ტელევიზია, ანუ პირველი დამოუკიდებელი მედია, რაც ქუთაისში გაიხსნა, ეს იყო 91 წლის ბოლოს იყო
ტელეკომპანია რიონი ქვია დღეს და მაშინ ერქვა ქუთაისის კომერციული ტელევიზია. ზუსტად მაგ კომერციულ ტელევიზიაში დავიწყე მეც მუშაობა და ჩემი მუშაობა, იქ ჩემი ოცნება იყო ზოგადად ტელევიზიაში მუშაობა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მოხვდი, იმიტომ რომ ერთი ფაქტი მინდა კიდე ქუთაისის იმ სოციალისტური და მე უკვე აქეთ პერიოდზე ვთქვა, რომ იყო ხმისჩამწერი სტუდიები. თავიდან ეს ხმისჩამწერი სტუდიები არსებობდა ეგრეთ წოდებული სახუპაცხოვრებო მომსახურებების დარბაზები იყო. სადაც იწერდნენ სხვადასხვა მუსიკებს, იყო პანაშვიდის მუსიკებზე იყო ცალკე, რომელიც დაისით იწყებოდა, იყო სხვადასხვა რაღაცეები. შემდეგ უკვე ეს კომუნისტების დროსაც არსებობს ეს ხმისჩამწერი სტუდიები. კი, ოღონდ იქ უფრო ისეთი კონტროლის ქვეშ იყო და შემდეგ უკვე პერესტროიკის სულს გაჩნდა კერძოები, კოოპერატივები და რაღაცეები, რო გაჩნდა კერძო სტუდიები და ერთ-ერთ კერძო სტუდიაში მე პრინციპში ყველა კერძო სტუდიას მფლობელს ვიცნობდი, მეგობრობდი ყველასთან და ერთ-ერთი ბევრი იყო ასეთი სტუდია, რომელიც სტუდია შეიძლება ყოფილიყო. შემიძლია დავთვალო 3 გარანტირებულად, პირველ პერიოდში რაც იყო და მე თუ დაემატა, მე ვინმე არ ვიცი. 3-4 ვიცი რა უეჭველი. ისინი ვისთანაც მე დავდიოდი და ძალიან ისეთი კაი ურთიერთობა მქონდა ყველასთან. და ერთ-ერთ ამ სტუდიაში გავიცანი ამ ტელევიზიის რეჟისორი გია ვაშაკიძე იყო, რომელიც ასევე ჩასაწერად იყო მოსული და აბსოლუტურად შემთხვევით რაღაც ჩვენ იქ რატო იყო კარგი იცი სტუდიები იქ მუსიკაზე მიდიოდა ლაპარაკი ფლობელი ვინც იყო რა თქმა უნდა ისიც ლაპარაკობდა იყო ფიფიტების გასვლა ხდებოდა ვთქვათ კასეტების გადაწერა გადმოწერა რაღაცეები და ცოდნის გაზიარება მარტო ხო ანუ მუსიკალური ცოდნა იმიტომ რომ არ იყო წყარო კი იცი შენაც რომ არაფერი არ შემოდიოდა მაშინ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო რავესნიკი ეგეთი ჟურნალი გამოდიოდა რუსული ჟურნალი და იქაც ქართველი იყო ნოდია რედაქტორი და დაიწყო ენციკლოპედიის გამოქვეყნება, ანუ ალფავიტის მიხედვით სხვა ჯგუფების შესახებ ისტორიები იწერებოდა, როდის შეიქმნა ალბომები, რაღაცა აქეთ-იქეთ. აი გავიცანი ზუსტად ამ ტელევიზიის რეჟისორი, მიმიყვანა და იქიდან დავიწყე უკვე კედელი იყო ეგეთი გადაცემა, კეთება ეს იყო 92 წლის დასაწყისი და ივლისში იყო პრემიერა. ოღონდ პრემიერა იყო არა ქუთაისში, რაც ყველაზე უცნაურია. არამედ იყო თბილისში მეორე არხზე. უკვე მეორე არხი იყო ის მეორე არხი, რაც კარგად გვახსოვს ჩვენ ყველას, ანუ ის თავისუფალი სიტყვა, რაღაცა სერგი გვარჯალაძის, დეფის გადაცემები და ასე შემდეგ. ხო და იქ გავიდა პირველად, იყო გადაცემა იყო აბსოლუტურად მთლიანად იყო ქუთაისის ანდეგრაუნდზე. სამწუხაროდ ეს გადაცემა მაქვს დაკარგული, თორე აუცილებლად გაჩვენებდით ფრაგმენტებს, ხანძარში დაიწვა, თვითონ ორიგინალი რაც იყო კასეტა. მან მქონდა საუბარი, ცალკე ბაჯუზე იყო, ცალკე აუთსაიდერზე იყო, ცალკე გოგა ჟორჟოლაძეზე იყო, კლიპების გადავიღეთ, ამათი ცოცხლად ჩავწერეთ სტუდიაში, მაშინ ძალიან ისეთი შესაძლებლობები იყო, მწირი გემახსოვრება, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხეთ და ძალიან მოეწონათ აქ თვითონ ტელევიზიის ისინი ვინც იყო რა ბიჭი იყო და ის იყო მუსაზად არასელის პერიოდია რა ესა და მას შემდეგ ესე იგი ჩვენი გადაცემა 4 გადაცემა იყო რომელსაც ჯერ მეორე არხი უშვებდა მე გადიოდა ჩვენთან ანუ იქ ვაკეთებდით ქუთაისში და მე ჩამოქონდა აქეთ არის ბანკზე გადაცემა ერთი გადაცემა მიუძღვენი თქვათ 92-ში ჩატარდა ძალიან დიდი ისა რა ქვია აქცია როკი ფონოგრამის წინააღმდეგ და შიცის წინააღმდეგ ეგეთი ის იყო და აქ უკვე თბილისლები იყვნენ ჩამოსულები ტაქსი იყო სპეციალურად იმ კონცერტისთვის აღდგა დაშლილი იყო უკვე ირაკლი ჩარკვიანი იყო კლავიშებზე კახაკი გაბიძე გიტარაზე დადა და ბიჭი კოსიპოვი იყო დრამზე იყო საბავშვო მედიცინა ასევე დადასი ჩამოსული გენეტიკური კოდი იყო ჩამოსული კიდე სერგის და ქუთაისლები იყო ქუთაისელი იყო ქუთაისური ჯგუფი იყო აუთსაიდერი ერთი ჯერჯერობით ეს გავაშუქეთ მთლიანად ეს გადაცემა
შემდეგ ქონდა პანკზე ხალხი ესწრებოდა ასეთ კონცერტებს, ხალხის მიმართ მიერ რა დაინტერესება იყო და როგორ იზრდება, ამცირდება ეს დაინტერესება. ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ თვითონ აი მელომანმა და აუთსაიდერმა მაშინ გადაწყვიტეს ეს კონცერტი ჩაეტარებინათ მესხიშვილის თეატრში. ხო და ნუ თეატრის დირექცია მაშინ არ იცოდა რა ხდება. რა მოხდებოდა და იქ რო შევარდა ეს ხალხი და როგორ იყო, იცი, აი ნახევარი დარბაზი იყო რა, მეტი არ ყოფილა. ზოგადად იმ ალტერნატიულ მუსიკას ხო ქუთაისშიდაც და თბილისშიდაც ცოტა მსმენელი ყავდა, მაგრამ ამათმა მე უკვე იქონიეს გავლენა უკვე ფართო მასებზე. ყველანი რო ამოძრა ანდერგრაუნდიდან და ყველა ცნობილი გახდა, მე უკვე თავისთავად, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო რა, ვიწრო წრეებისთვის იყო, პრაქტიკულად არც იყო ფართო მასებისთვის, ვერ გაიგებდნენ მით უმეტეს, იმიტომ რომ იმ პერიოდში თქვათ იგივე როკ მუსიკის მოყვარული ვინც იყო კლასიკურ როკ მუსიკას უსმენდა. ეგეთი მუსიკა, აი პანკი, თქვათ საბჭოთა ადამიანისთვის იყო აბსოლუტურად გაურკვეველი. დღემდე არის ეგეთი რაღაცა, რომ აი კლასიკურ როკს ვინც უსმენს, აი ზეპელინებს, თქვათ ფარფლებს და ასე შემდეგ, პანკი არ უყვართ იმათ. იმიტომ რომ არ შემოსულა საბჭოთა კავშირში, ვერ მოასწრო. შემოსვლა და დამკვიდრება, უბრალოდ შემოვიდა ესეთ ვიწრო აი სტრადივარი ვატონებერიძე იყო პირველი პანკი ქუთაისშიც და საქართველოშიც ერთ-ერთი პირველია, ნუ თბილისში კახაკი გაბიძე არის და ძმაკაცები არიან სხვათა შორის ესენი. ხო და აქედან გამომდინარე არ იყო ბევრი მაყურებელი, მაგრამ საოცარი ის იყო, სასაცილოც იყო ის, რომ ეს ხალხი რო შემოვიდა, ზოგი მთრალი იყო, ზოგი რაღაცა ერთმა სკამი დაამტრია იქ და აუ ატყდა ერთი ამბავი. აუ კულტურულ თეატრში სადაც რაღაცა შთაგონებით ლაპარაკობენ სცენაზე და რაღაცა ამ დროს შეუშვეს ვიღაცეები ისეთი ტიპები. ეს იყო რა, თორე ისეთი როგორ ჩაიარა მე ამ კონცერტმა. კონცერტმა ძალიან კარგად დევს ინტერნეტში, შეგიძლიათ მთლიანად ნახოთ. მიდევს უпроსტად ჩემს YouTube არხზე. ხო და ნუ სხვა კონცერტებზე უკვე როგორ იყო, იცი, აი მარტო ჩვენი ხალხი დადიოდა, ჩვენი ხალხი იგულისხმება, ვინც იყო მსმენელი. არა, ეს უკვე ხდება უკვე ნიღბების კლუბის შექმნის შემდეგ. იცი რა მაინტერესებს, აი რა დამოკიდებულება აქვს კლასიკური ან ტრადიციული საბჭოთა კავშირისთვის შემსრულებლებს ამ ახლად გამოჩეკილ ალტერნატივ შიკებთან მიმართებაში, ესე რომ ვთქვა, ჟარგონი რო გამოვიყენოთ. კი ბატონო. ჩვენი ხმის რეჟისორი, რომელიც ჩვენ თითქმის ყველა კონცერტს ხმის ინჟინერი, ხმის რეჟისორი, გუჯა ჯოხარიძე, იყო აი ზუსტად იმ ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლის წევრი. და ძმას ვეძახით დღემდე, იმიტომ რომ გვერდში გვედგა რა, ყოფილა უფულოდ გაუკეთებია რა, ყოფილა ისეთი რა. ანუ ძალიან დადებითად იყვნენ განწყობილები. ხელოვნებათმცოდნეების ჩაწერილი მყავს მაგ ხალხი იმ პერიოდში. როგორ უყურებდნენ, თქვათ, აი ამ იმას და ბევრი ძალიან დადებითად უყურებს. ძალიან იშვიათი იყო, რომ რაღაც საეჭვო თვალით უყურებდა. ძირითადად სულ დადებითი ისინი იყო, აი ძველი საბჭოთა მუსიკოსებიდან, იმიტომ რომ იმგენმა ალბათ იგრძნეს, რომ ასაც თვითონ ვერ ახერხებდნენ, რომ ამგენმა მოახერხეს, უკვე რაღაც პონჩი გვერდით გვიდგნენ რა, გვეთქნენ იგეთ იმაში, რა ქვია, საქმეში და იმაში. რამდენად იყო თვითონ ამ ჟანრის ეპატაჟი ასატანი ქუთაისელებისთვის, იმიტომ რომ ახლა მე მოსმენელი მაქვს იმ პერიოდის საკმაოდ პროვოკაციული სიმღერები, განსაკუთრებით აუთსაიდერის და რობი კუხიანიძის, ალბათ სხვებისაც. რომელიც როგორ გითხრა, ქორწილში რო გემღერა, გაგლახავდნენ. ისე არ გამოგშვებდნენ იქიდან. არა, ქუთაისში არ გაგლახავდნენ.
და ქუთაისი რატო იყო გამონაკლისი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ეგეთ სიმღერები გემღერა, მამღერია ფაქტია. მარტო სიმღერაზე არ იყო, იქ იყო, თქვათ, გოგა ჟოჟოლას დადიოდა საყურით. 80-იანებში უკვე. ბაჯუ დადიოდა ბენდენაც ისე ითვლებოდა რა რაღაცა. პიდარასტული რაღაცა, ხო ის. და მე ძველბიჭურიც გახდა ერთი პერიოდი. მე გახდა ერთ თუ არა, მაშინ შორტებით დადიოდნენ ქუჩაში, კაცშვილი ხმას არცემდა იმათ. ჩვენი კლუბის წევრი იყო ღიად გეი ადამიანი კიდე, რომელიც ქუსლებით დადიოდა, წარმოიდგინე აფხაზეთის და იმის ომის დროს, სამოქალაქო ომის დროს. არავის ცუდი რამე არ უთქვამს. არ ვიცი ეს რატო ხდებოდა, მაგრამ ნუ ასეთი სიტუაცია იყო. მე უფრო დამძიმდა სიტუაცია. ესე შეიძლება ითქვას. თან ჩვენაც პრინციპში არავის გაღიზიანებას არ ვცდილობდით, ესეც უნდა ითქვას. ხელოვინის აღნიშნავდით 94-95 წლიდან. აღნიშნავდით სოფელში. კვახებით და რაღაცებით მივდიოდით და ეს პანკები და მეტალისტები და რა ვიცი, უბედური ხალხი და აღნიშნავდით რა ჩვეულებრივად. არავინ გვერჩოდა. მე მახსოვს რაღაც თბილისში ჩატარდა ერთ-ერთი პირველი საჯარო ხელოვინი, რომ რაღაც სიონთა რო გააკეთენ რაღაცა და გადარიეს ის ხალხი მორწმუნეები და რომ ერთი ამბავი მოხდა. ეგეთი რაღაც არ გაგვიკეთებია შემიძლია თქვა მაგის. ანუ ვცდილობთ რომ არ გაგვეღიზიანებია არავინ, ჩვენთვის ვიყავით რა. და აქედან გამომდინარე არავინ არ გვერჩოდა ხა. როგორ რაღაცა იცი, იგივე ვთქვათ ძველი ბიჭი რო არის და იმასთან რომ მიდიხარ და საქმის გარჩევას უწყებ, მე იგი შეიძლება იმან გაგლახოს, მაგრამ რომ მიდიხარ და მუსიკაზე უწყებ ლაპარაკს, ხო, იგი პირიქით ჩვენთან ახლოს მოდის მე ჩვეულებრივად. ეგეთი რაღაცა არის. რა ტიპის ურთიერთობები არსებობდა იმ პერიოდის ქურდულ სამყაროსა და მუსიკოსებს შორის? იყო რამე ტიპის არანაირი დაძაბულობა არ იყო, ისინი თავისთვის იყვნენ, ჩვენ ჩვენთვის ვიყავით. პირიქით ქუჩაში, უბანში, ვინც ეგეთი იყო, გადაკოცვნით, ჩვეულებრივად ამბების მოკითხვით, ოჯახის მოკითხვით, რა ვიცი, მე გადასარევი ურთიერთობა იყო ადრე და რა ვიცი, მე თუ შეიცვალა, ჩემი წამოსვლის მერე არ ვიცი. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და იმ არეულობის მერე რაც ხდება 90-იან დასაწყისში, რა იცვლება? როგორ სახეს იღებს ამ პერიოდში? კიდე უფრო აგრესიული ხდება ამ შემთხვევაში ეს მუსიკა, რომელიც რა თქმა უნდა, კი, აგრესიული არის გამოხატვის ფორმები. აი, შეიძლება ვთქვათ, იგივე ბესხის ისტორი ვახსენოთ, რომელიც საკმაოდ აგრესიულად იყო, მაგრამ თან ბესხის ისტორიის ჰქონდა ერთი კარგი ისა ირონიულად და ირონიაც ჰქონდა ბევრი თავის მუსიკაში და შემოქმედებაში. იყო ესეთი ასევე ტატო გრძელიძე, რომელსაც ჰქონდა ჯგუფი ხუან პაბლო ტატოია, ეგეთი იყო მონტოიას გოგა ჟოჟოლაძემ შეარქვა სხვათა შორის, მანამდე არქეოპტერიქსი ერქვა მაგის ჯგუფს. ისიც საკმაოდ აგრესიული იყო თავის გინებებით ყველაფრით, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი გაუვიდა ძველ მუსიკაში. შენ და მე კიდევ ვაფშე რაიცი შენახან მხდალი ჰომოციებ მანი და რატომ გაჩანე მოიხადე ქუჩური ვალი კომარობ აგებ თამბანს არაბარებ შენ სიგძე კუბოს სამსვე გავაბარებ მუშაობ სუფსაში მეთქე ვარ ქუჩაში იმდენი მიქარე შენ ძერმაში თოლი ხავს ბოზი დედა ბარიგა შენი შვილია ჰო კრახი მარიკა რა გინდა ბიჭო ჩვენთან შეგვეშვი უნდა გავიხარ შეგდედა და იყო კი ეს აგრესია იყო, მაგრამ იყო თქვათ ამავე დროს იყო პულსი ჯგუფი, რომელიც საკმაოდ ისეთ მშვიდად განმოცემდა ამას ყველაფერს.
ანუ არ იყო იმაში აგრესია, ანუ იყო აგრესიული სასტავიც და იყო ცოტა დაფშული. ანატომია რო წარმოვიდგინოთ იმ პერიოდის ქუთაისური ანდერგრაუნდის, რა ტიპის მუსიკოსებს შეხვდებით აქ და რა ჟანრის სიმღერა იმღერება ქუთაისში? მუსიკა იკორება. პრინციპში ყველას. რაც იყო საქართველოში. იყო იქ, თქვათ, პაპსასაც ეძახით ჩვენ პოპ შემსრულებელი ქეთი მერკვილაძე მაგალითად. ისიც იმ პერიოდიდან მოდის? კი, იმ პერიოდიდან მოდის. იყო გოგლი მოგლი, იყო გადასარევი ბოიბენდ ჯგუფი, რომელიც 90-იან. ეს პოპ ჯგუფი? პოპ ჯგუფი, რა თქმა უნდა. გოგლი მოგლი არის, ნუ კოცნი მას არის, იძებნება იმაში, რა ქვია, იმას შეგიძლიათ YouTube-ზე მოусმინოთ. და იყო ეს ალტერნატიული მუსიკა. რომ მათი ერთმანეთთან ურთიერთობა როგორია? არსებობს მაგალითად ეს საერთო პროდუქტები ამათი თუ ერთმანეთს აკრიტიკებენ და ერთმანეთთან არ არიან? არა, არ აკრიტიკებენ. აი მაგალითად შავი პრინცი ხო ყავდა თავისი სასტავი ყავდა ის ძებნილები. ძალიან ახლოს იყვნენ ჩვენთან ისე ქუჩაში ჩვეულებრივად და აბსოლუტურად სულ სხვა ის ჰქონდათ, რა ქვია, მუსიკალური გემოვნება ჰქონდათ ხო იმათ. კალათბურთის ვითამაშეთ ერთხელ ლუდზე. ქუჩის კალათბურთით ან ჰიპ-ჰოპერებს ევასებათ ხო იცი ეგეთი რაღაცეები. წავაგეთ თუ მოვიგეთ არ მახსოვს, მაგრამ მე რო დავლიეთ ის მახსოვს. Shall princess nabi zebrila da jerni chen chen ramga higa ramga higa ode ramga huga zebrila da jerni და ჰიპ-ჰოპერები იყვენ პოპ შემსრულებლებიც იყვენ. აუ ერთი სახელი დამავიწყდა ამას ერთი რამდენიმე წლის წინ მე და რობი ვნახეთ თბილისში და დიდი სამბით მოვიკითხეთ. ის როგორც აი გიასურამელაშვილია თბილისში დაახლოებით იგეთივე ფუნქცია ჰქონდა ქუთაისში ხო ესეთი რაღაცა. იყო ფონოგრამში კებიც იყვენ. ახლა ჩვეულებრივად რა ხდებოდა საქართველოში? ფონოგრამა როდიდან შემოდის? ფონოგრამა შემოდის და რატომ ფონოგრამა შემოდის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ეს იყო ტელევიზიებში მოიხსენება რომ სოფლიოში მიღებული ის არის რა ქვია სატელევიზიო შოუებში თქვა სადღესასწაულო სატელევიზიო შოუები რო არის იქ ფონოგრამაზე ბევრი მღერის იმაზე პლუს ფონოგრამაზე თან ანუ პირსაღებს უბრალოდ და ჩვენთან ეს უკვე სცენაზე გადაიტანეს ესე იგი თავიდან იყო მინუს ფონოგრამა ანუ იქ მღეროდა მაინც სინდისი აწუხებდა ეთყობათ მერე უკვე პლუს ფონოგრამიანი ისინი კონცერტები დაიწყო და ზუსტად 92-ში აქცია რო ჩატარდა ქუთაისში თქვა მე რო გითხარი როკი ფონოგრამის წინააღმდეგ ერქვა იმას იმიტომ რომ ცოცხლად მღეროდა ყველა სცენაზე რატომ გახდა პოპულარული პლუს ფონოგრამის სიმღერა ამ პერიოდის მარტივი არის და იმიტომ ხო მარტივი მანამდე რატო არ იყო მარტივი მანამდე ხო იქნებოდა ხო ტექნოლოგიური არა ტექნოლოგიური ის არის განვითარებაა და იმიტომ მინი დისკები სად იყო მაშინ ან კასეტა შეიძლება დაკუჭულიყო ლენტა და ვეღარ იმღერებდა ხო თან შერწყებოდა მიხვდებოდა თან შერწყებოდა და მინი დისკზე ჩვეულებრივი ციფრული სიგნალი იყო და კომპიუტერში გასწორებული ხმა აი დეტონაციებიც რო ქონოდა ადამიანს ხო იმას გასწორებდა ის კომპიუტერი ახლა შეუძლია მაგის გასწორება ტონალობაში ჩასმა თქვა ტონალობა შეუძლია გამოუცვალოს ხმას ვაფშე ხელოვნური ინტელექტის გარდა ჩვეულებრივ მუსიკალურ იმას რა ქვია პროგრამებს ეგეთ შესაძლებლობა აქვს და ესე აყენებდნენ ხმებს რა და ამას იყენებდა ზუსტად ის ხალხი ვინც შემდეგ აი პლუს ფონოგრამებს აკეთებდა სცენას ეს ამას არ მიესალმებოდა რასაც მე უყურებ იმ პერიოდის ალტერნატიული მუსიკის რა მიესალმებოდა პირიქით აგრესია ჰქონდა ეგეთი იმის მიმართ მუსიკის მიმართ მუსიკოსების მიმართ არ მუსიკის მიმართ ეგერთი და დავცინოდით რა თავისთავად ახლა რა არის პირის დაღება რა ის არის ქვია ატყუებ მარტო იმას კი არ ატყუებ რა ქვია რომ მსმენელსაც ატყუებ და ყველას ატყუებ აბსოლუტურად და რატო ატყუებ თან იმიტომ რომ ფულს იღებ იმაში ხო ანუ არაფერში იღებ ფულს აბსოლუტურად
მარტო შენი ფიზიონომიის დანახვაში აძლევდა თქვა 3 ლარი იყო თუ რაც იყო. კონცერტი მაინც ხო ფულს ხო იხდიდი იმაში. და მაშინ კონცერტები როგორ ტარდება? საერთოდ ამ სიღარიბეში თავს როგორ ირჩენს ეს ხალხი? ცუდად. ჩვენ ძალიან გვიჭირდა მაგალითად იყო ეგეთი ვარიანტი, რომ თქვაც, საჭმელი და რაღაცა რომ არ გქონდა ნასადილები, არ გქონდა მიღებული საკვები, აუკრებავდით მარშრუტკის ფულებს უძახდით მაშინ 20 თეთრს. მოგქონდა ქარხნიდან გამოგქონდა ლუდი. ლუდი რადგანაც არის ხორბლისგან, მარცვლეულისგან დამზადებული, რო დალიო ცოტა შიმშილს კლავს იგი. მაგაზე გადავდიოდი მთელი დღე, ყოფილა ეგეთი შემთხვევები. ახლა ფული, მარშრუტკის ფული 20 თეთრი ქონდა სპეციალურად, პრინციპში მარშრუტკა არც გამომიყენებია. ფეხით დავდიოდი სახლიდან, სადაც მიკრიბებოდით ხოლმე ყველგან, ტელევიზიაშიც და ნიღბების კლუბშიც. ასე რომ ზაგი ძალიან ისეთი პერიოდი იყო, ცუდი პერიოდი იყო. იყო რა თქვა კონცერტები როგორ იგეგმება ამ პერიოდში, ვინა მენეჯმენტებს ამას? კონცერტები, ჩვენ მაგალითად ნიღბების კლუბი რო შევქმნით, იყო მაგისტვის, რომ დაგვეგეგმა საპროდიუსერო ცენტრივით იყო რა, დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ეს იყო აუთსაიდერის ირგვლივ გაკეთებული ეს კლუბი და გეგმავდით როგორ, აქცია რეპეტიციები ერქვა ჩვენს კონცერტებს, იმიტომ რომ თქვათ რობი გქონდა ნათქვამი და ბევრი ჩვენგანი ეთანხმებოდა იმაში, რომ რეპეტიცია უფრო საინტერესო არის, თქვათ, ვიდრე გამზადებულ კონცერტზე ისა და ეს იყო ღია რეპეტიციები, შეიძლება ესე ითქვას რა, რომელიც ტარდებოდა ქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა შენობაში, ქუჩებში და ასე შემდეგ სხვადასხვა ის ქონდა, რა ქვია, სახელები ქონდა აქცია რეპეტიციებს, აი პირველი ნიღბების კლუბი დაიბადა 94 წლის 8 ნოემბერს და პირველ აქცია რეპეტიციას დავარქვით 4 ფეხა ძაღლთა დაცვის დღისადმი მიზნული აქცია რეპეტიცია, რომელიც ჩატარდა ქალაქის გარეუბანში, გარაჟში. მანქანის გარაჟში რა. ახლობლები ყავდა იქ მოწვეული, გაზეთიდან ჟურნალისტები, ყოფილი აუთსაიდერის, ყოფილი პროდიუსერი და მენეჯერი და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე ავაგორეთ ეს უკვე სხვადასხვა ადგილები ქონდა, ნანგრევებში ქონდა ხოლმე ხშირად იყო ეგეთი დეკა დონ კულტური რო არის, რო უძახიან. ის დიდი სცენა ქონდა იმას ადრე ჩემ ბავშვობაში ივერიას ჩხიკვთა ქორწილზე ვარ დამყოფი, მშობლებმა წამიყვანეს. იმ სცენაზე გავაკეთეთ აქცია რეპეტიცია და იყო როგორ იცი, ჩანგრეული იყო სცენა, ამდენიმე ფიცარი იყო დარჩენილი, ბალახები ამოსული, იმიტომ რომ სახურავიც აღარ ქონდა. და აი მანდ კი რაღაც ქვები დავალაგეთ, რომ მაყურებელი რომ მოვიდო და დასხდებოდნენ და უყურებდნენ. მე ჩავატარეთ ისა რა ქვია კიდე ქონდა პოპ მომღერლების კონკურსი სამდღიანი. დღეს მეზიზღება ზოგადად კონკურსი, მაგრამ მაშინ რა ვიცი, ეგეთ რაღაცა გავაკეთეთ. იმერეთის რეგიონის მთლიან ზოგი ჭიათურიდან იყო, ზოგი ტყიბულიდან. პოპ მომღერლები? ხო, რა ესეთი იყო რა. ესეთი პირობა გქონდა, რომ მინუსზე უნდა ემღერათ. არავითარ შემთხვევაში პლუს პონოგ, იმიტომ რომ ჟიური დავშვით და რაღაცა, რომ ხმა შეეფასებინა, ხო? ხო, და ეს ანტიფონოგრამული ის გავაკეთეთ ერთი შეძლების დაგვარად კიდე. და ალისფერი ყვავილი ერქვა ამ იმას, რა ქვია, ურჩხული და მზეთა ხაში. ის არის, რა ქვია, ყვავის ფოთლებით ცვია და რაღაც ფურცლები. ეს ქონდა იმათ, რა ქვია, პრიზად. ეგეთი სახელის იყო და რა ვიცი, სხვა ბევრი რაღაცას ვაკეთებდი. კონცერტები რა, ღირდა ლარი, 3 ლარი, მაგრამ ბევრი ვერ იხდიდა ამ ფულს და უშვებდით მე ურიგოთ. იმათ, რა ქვია, უბილეთოთ რა. ამ პერიოდში თბილისში რა ხდება? ამ პერიოდში თბილისშიც კაი სიტუაცია, თბილისში 80-იანების ბოლოდან თქვათ არის ქიშვარი, დადადადიანი არის ტაქსის, რომელთანაც მე ვიყავი არაგვისპირში ვიყავი მაგის გაგარაგზე. ჩასული, მაშინ რაღაც კასეტაზე ჩამიწერა თავის ჩანაწერები და ის ჩანაწერები დღემდე შევინახე და მე გავავრცელე, იმიტომ რომ ის წაშლილი ეგონა ყველას ის ალბომი და მქონდა კასეტაზე შემორჩენილი. I want good girls, I want good girls, I want bad girls, some really lad girls, I want proud girls, some really glad girls, don't want no sad girls, don't want no mad girls.
და აი პირველი ლადო იყო, რა თქმა უნდა, თავისი რეცეპტით. ლადოს ძალიან საინტერესო რაღაცები ქონდა აქ ბურდული. ხო, ლადო ბურდულზე ვამბობ, ხო. ვაჟა ილიასავით გამომივიდა და ლადო ხო პირდაპირ. ხო და აი ლადო აკეთებდა ძალიან საინტერესო რაღაცებს. ლადოს ქუთაისშიც ქონდა რაღაცა პროექტები თავისი აქეთ-იქეთ. საინტერესო რაღაცებს აკეთებდა. მიღებ კარს სამლიანი თვალები და ახლები ჩანს ოიმედოს ხელს სუმიხმით მთხოვმეც თუ დამტოვებ აქ მარტო ნერვულ თითს შენ უშვენ ამ ბოროტ ქალაქს ამ ქალაქში დღეს მეთობენ გლები ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს საერთოდ ის დაიწყო თბილისში ფესტივალები დაიწყო რომელიც მთელი კავკასია მოიცვა, ხო? მოდების ჩვენებას აკეთებდა, ვიყავი ერთ იმაზე, მაგის წვეულებაზე, სახლში აკეთებდა თან მახსოვს, კონცერტები ქონდა სახლში, ბაკურას კონცერტზე მანდ ვიყავი პირველად, რაც თბილისში ჩამოვედი 2001-ში იყო თუ 2000-ში იყო, არ მახსოვს. ხო და ნუ იყო რა, აქაც ვიყო, რა თქმა უნდა, მოძრაობა, მაგრამ აი აგრესია გაჩნდა ბესელაში. ბესელას ჯგუფი იყო კონტრაბანდა, ბესელა რაზმაძის. მანამდე იყო ესეთი 7, მაგრამ კარგი, ნუ ესეთი აი ლადოს ქონდა უფრო დეპრესიული ისა, რა ქვია, დეპრესიული, გოთიკური პროტესტი ქონდა. ქალაქში დადიან მგლები, რაღაცა შიმშილზე და იმ ყველაფერი ის პრობლემები ქონდა, რაც ხდებოდა საქართველოში პრინციპში. ხო და ნუ ლადოსთან საუბარი საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში. ირაკლი მერე გამოჩნდა უკვე 90-იანების აი 92-ში დადას ჩამოყვა ქუთაისში და მაშინ გავიცანი. და შემდეგ 93-ში ის ალბომი რო გამოუშვა Swan Songs არის ძალიან მაგარი ალბომია გერმანიაში ჩაწერილი. და აი ეს შეიძლება ითქვას, რომ 90-იანების პირველი ნახევრიდან არის, მაგრამ უფრო გვიან არის, ვიდრე ვთქვათ ისინი იყო. ნუ კი, ისა რა ქვია, მე რამდენადაც ვიცი, ირაკლი საღათინგენშიდაც უკრავდა, რა ქვია, რაღაც ანსამბლში უკრავდა 80-იანებში. ესეც იყო. მაგრამ აი თვითონ ამ მუსიკაში, ასაც ჩვენ ალტერნატივას ვძახდით მაშინ და ეს ქართული მცნება იყო პრინციპში, იმიტომ რომ ალტერნატიული როკი არ იყო ყველა, აი soft eject-ი ალტერნატიული როკი არ იყო, მაგრამ ალტერნატივაში გადიოდა, იმიტომ რომ სხვა სიტყვა იყო, აბსოლუტურად არა საბჭოთა სიტყვა იყო და არა ფილარმონიული სიტყვა იყო. და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატივა იყო, შეგვიძლია მივაკუთვნოთ. იგივე პრიზი, თქვა ჯგუფი პრიზი, რომელიც soft rock-ს უბერავდა. ძალიან მაგრამ მომწონს დღემდე და აი ვისურვებდი რომ ქართული მეინსტრიმი ეგეთი ყოფილიყო, როგორც თქვა პრიზის კონდა, როგორც სერგი გვარჯალაძის გენეტიკური კოდი იყო, რა ვიცი, აი ბევრი კაი ჯგუფი იყო, მაგრამ პარალელი იყო კაი ჯგუფი კიდე გამახსენდა ახლა. ის მე ვამბობ 90-იანების მეორე ნახევარში უკვე მაგარი ჯგუფები იყო, ისედაც თქვა ამორალი, იგივე გიათოიძის წერილი ქვია დღეს. ბესელას კონტრაბანდა ძალიან აგრესიული და ესეთი hardcore metalcore ჯგუფი ხო და აი ეს ისინი ძალიან საინტერესო იყო და ჩვენთან იყო ჩამოსული ესე იგი 1997 წელს ჩვენ გავაკეთეთ ნიღბების კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია, სადაც რომელიც ჩავატარეთ რიტუალების სახლი იყო, სადაც ქელეხები იმართებოდა რა. სპეციალურად თავის ეგეთი დარბაზი შევარჩიეთ და
და იქ ქონდა ნებების კლუბის პრეზენტაცია. კაბელით გავიყვანეთ ტელევიზიიდან დარბაზამდე გავიყვანეთ დიდი კაბელი გადავჭირეთ, მთელი ღამე ეთერში ვიყავით. ხო და აი მანდ ჩამოვიდა თბილისური ჯგუფები, ეს იყო თქვათ იგივე ზემოთ ნახსენები, ამორალი, გიათოიძის, იყო Overbalance, გიგამიქაბერიძის ჯგუფი იყო. იყო ენერგორესურსი, იყო ეგეთი ჯგუფი, ზე და ეს საინტერესო ჯგუფები ჩამოვიდა თბილისიდან. რა და მე დავმეგობრდით უკვე ეგეთ რაღაცით და მე ისეც იყო რომ აქედანაც მიდიოდნენ იქეთ კონცერტის ჩასატარებლად თბილისში და მე აქეთ თბილისიდან ჩამოყავდა კიდე იქ რაღაც ოპერის თეატრში იყო ცალკე კონცერტები, მახსოვს ბესელას კონცერტი იყო. ბესელა გადაცემაში ჩავწერე მე მარტო თავის დავსვიას გიტარით და ზღაპრები მოყვა და თან მღეროდა. ძალიან კაი რაღაცეები გამოვიდა. მაშინ ეს უკვე 97 წელი, ანუ მეორე ნახევარი 90-იანების. მე ვიცი რომ ეს მუსიკა თავისი შინაარსით არის სოციალურიც მათ შორის და იმ პერიოდის სოციალურ ბევრ სიტუაციას და მდგომარეობას ასახავს, მაგრამ არის თუ არა პოლიტიკური შენი წარმოდგენით იმ პერიოდის ალტერნატიული ქართული მუსიკა, ან ქუთაისური, ან თბილისური. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკას ვერავინ ვერ ცდება ისედაც და ნუ იგივე ის ცინიზმი იყო თუ ირონია იყო თუ აგრესია იყო, პოლიტიკური მდგომარეობაც კარნახობდა ამას ყველაფერს და ზოგადად თვითონ აი მუსიკა პოლიტიკური მიზნით გაკეთებული იყო, მე მგონი ეგეთი. აი კი არის გოგა ჟოჟოლაძეს აქვს ერთი სიმღერა, მაქცია ქვია, რომელიც მიუძღვა მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს. მაშინ მინდა ედუარდ შევარდნაძე. Hey, მაქცია! ხო, იქ არის რაღაც იმაზე არის, რა ქვია, აი დაფურთხებულს არ ავლოკაო თუ რაღაცა რო იყო ეგეთი ტერმინი, აი ის იმას ატრიალებს რა ეგეთ რაღაცას და აი ეგ არის ერთი პოლიტიკური რაც გამახსენდა ახლა და სხვა რა ვიცი. იმიტომ რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ერთი მთავრობა გამოვცვალეთ, სამოქალაქო ომი მოვაწყვეთ. კი, მაგრამ ეგ მაგაზე აქცენტი არ ყოფილა. თქვათ ისიც არ ყოფილა, შეიძლება ითქვას, რომ თქვათ რაღაცა ცალკე აფხაზეთზე და იმაზე ყოფილიყო სიმღერა თქვათ და ან ქალაქებს თან ახლა ერთი განსხვავება კიდე რა იყო თქვათ ქუთაისში კი იყო რაღაცა აი გოგა მაგალითად ინგლისური სიმღერებიც ქონდა მაგრამ ძალიან დიდი პროტესტი იყო ინგლისური ენის მიმართ ზოგადად რაც თქვათ თბილისურ ჯგუფებში იყო და ოღონდ ინგლისურად არ ემღერათ და გერმანულადაც იმღერეს რაღაცა სიმღერები ჩვენმა ჯგუფებმა ქუთაისელებმა? კი ხო და რუსულენოვანი იყო ერთი ჯგუფი და შემდეგ ის ქართულენოვანი გახდა მერე, მაგრამ ნუ ალკო ერქვა ეგეთი ჯგუფი იყო და ნუ რუსულენოვანი, მაგრამ აი იყო ორი სიმღერა ვიცი, რომელიც არის ბურუსის სიმღერა არის, მე მგონი, ხო, ბურუსის სიმღერა არის, გერმანულ ენაზე არის ნახევარი შესრულებული და ამ ინგლისური ენის მიმართ ჰქონდა დიდი პროტესტი ზოგადად. რომ ესე იგი რატო თუ თბილისის მიმართ, რომელიც ინგლისურს უფრო იყენებს? ეს ახალი ჩვეულებრივი რაღაცა. დაპირისპირება ქალაქებს შორის. მუსიკალური იქნება თუ ხელოვნების თუ ისეთ კი ძმები ვიყავით ხო ყველა, მაგრამ ნუ ისეთ ვარიანტში იყო რა ეს ისა რა ქვია ჯიბრი. ტორპედოს და დინამოს შორის არის დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის რა. თბილისის და ქუთაისის გარდა ალტერნატიული მუსიკის რუკაზე რომელიმე სხვა ქალაქი ადგილი ჩანს? შეიძლება თუ კი ვთქვათ მძიმე მუსიკასაც მივიჩნევ ვთქვათ ალტერნატიულ მუსიკას პრინციპში შეიძლება ითქვას იყო გორი ვთქვათ იგივე გორში იყო რკინის რაინდი ეგეთი ჯგუფი იყო ძალიან საინტერესო heavy metal-ს უბერავდნენ რუსთავში იყო კარგი ჯგუფები ერთი იყო ღამურები იყო ეგეთი ჯგუფი მახსოვს როკეროლს უკრავდა აი დუტას ხიტლაძე იყო მაგ ჯგუფში ბას-გიტარისტი თუ არ ვცდები საზაკევლიშვილის ხო აი იყო რა რუსთავშიც იყო თელავშიც იყო მეხის ქანდაკება იყო კიდე რაღაცა ესეთი მძლავრი მეტალი იყო ეგეთი ისინი იყო მაგრამ ნუ ჩვენთვის უფრო აი
პანკიდან აღმოცენებული მუსიკა უფრო მოგწონდა თქვა. ანუ ქუთაისური ყველაზე მეტად პანკია. კი. შეიძლება ითქვას. პანკი, გრანჟი და ასე, აი ისიც მინდა რომ დავამატო პირველი female, ანუ ქალთა, სუფთა ქალთა ჯგუფი, როკ ჯგუფი, რომელიც არსებობდა საქართველოში, იშხნელები არ ითვლება, მე ვამბობ ალტერნატიულ მუსიკაზე, იყო ქუთაისში, რომელსაც ერქვა მეტ პერსონალი. საინტერესო სახელი. 4 გოგო იყო, ჩვენი უახლოესი მეგობრები, რა თქმა უნდა, და გრანჟი და ესეთი ალტერნატიულ როკს უბერავდნენ, საკმაოდ აგრესიულს. ოღონდ სამწუხარო ჩანაწერი არ დარჩა ამ ჯგუფს რა. ერთი სიმღერა არის ჩაწერილი, ისიც თბილისში რობისთან ერთად ჩაიწერა ეს სიმღერა, დამანებეთ თავი ქვია რა. მორიტა ბობოხიძე და რობი კუხიანიძე ბღერიან ერთად. ეს იყო მეტ პერსონალის ერთადერთი ისეთი ჩანაწერი, რაც დღემდე შემორჩა და სახში ვთქვათ, აი ოჯახებში ხო იყო ხოლმე, ვიკრიბებოდით და უკრავდით ხოლმე რაღაცეებს, ეგეთი ჩანაწერი არის მეტ პერსონალის დავდევი, მიდევს იმაზე, რა ქვია, YouTube-ზე და ვისაც აქვს სურვილი მეტ პერსონალი ჩაწერეთ, ნახავთ როგორ გამოიყურებოდნენ ქუთაისელი გოგოები. როდიდან წყდება მთელი ეს პროცესი ქუთაისში? როდის მთავრდება ეს ეპოქა, სადაც ალტერნატიული მუსიკა პოპულარულია და ხალხი იშლება და მე მგონი არ დამთავრებულა, იმიტომ რომ შემდეგ თქვათ იგივე 2000-იანებიდან უკვე შეიძლება ითქვას რაღაც გაგრძელება აქვს, იყო რაღაცა წვეტა პატარა, თქვათ იგივე ერეკლე დეისაძეს მუსიკა შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ალტერნატიული მუსიკა იყო, ქუთაისის პერიოდის შემოქმედებაც მათ შორის. მაგრამ ის ჯგუფები სად მიდიან, აი რაც შენ ჩამოთვალე, რომელიც აი დღეს არ არის, როდის იშლებიან და ბევრია, რა უწყობს ამის დაშლას? გეოგრაფიულად სად არიან მაგ ჯგუფის წევრები? გერმანია, შვედეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ამიტომ მოდებული არიან მსოფლიოს გაჭირებამ წაიყვანა ბევრი. ხო ხვდებით რა ზამბობ, ხო რა თქმა უნდა ოჯახი ერჩინათ და რაღაცა და. იმიტომ რომ ახლა მუსიკით თავისთავად ვერაფერს ვერ იმას და ზოგი თბილისში არის წამოსული. ეგ არის რა. ანუ გაფანტულები არიან პრინციპში ქუთაისის ისა რა ქვია, ქუთაისის თვისებაა ეგ. რომ იგივე თქვათ გალაქტიონი, აკაკი, თქვათ იგივე ცისფერყანწელები ყველა ქუთაისში დაიწყო და შემდეგ ტრამპლინის ვარიანტში და მე მოდიან თბილისში ან მიდიან სხვაგან. არავინ არ ჩერდება, კი ჩერდებიან, როგორ არ ჩერდებიან, მაგრამ ეგ ხალხი უმეტესობა არის წასული წამოსული. პარალელურად რომ ტელევიზია, მედიის ისტორიაზე და სვებედზე რო ვილაპარაკოთ ამ პერიოდის, ისინი მეტად ეს პროფესია ვერათ უფრო სარისკოა, რომ პოლიტიკასაც ეხება. აი ეს ტელევიზიები სადაც შენ მუშაობას იწყებ, აი ამ 90-იან წლების განმავლობაში როგორ ტრანსფორმირდებიან და თქვათ 90-იანი წლების მეორე ნახევარი რითი განსხვავდება მისი პირველი ნახევარიდან მუსიკის და მედიის თვალსაზრისით? მიმღებლობა გაიზარდა ესეთი მუსიკის მეორე ნახევარში უფრო და მეორე ნახევრიდან იწყება უკვე დამოუკიდებელი რადიოების შექმნა. FM რადიოები რასაც ქვია, იმიტომ რომ მანამდე ხო FM-ი საერთოდ არ იყო საბჭოთა კავშირში, ეგეთი სისტემა იყო, ულტრამოკლე უკავეს რო ეძახდნენ და ისიც მარტო თბილისის პირველი არხი გადიოდა და всё. ავტობუსებში ჰქონდათ იკარუსებში ჩართული ქალაქში, საქალაქო ისინი რაც იყო ავტობუსები. დამოუკიდებელი მედია იქნება პრინციპში და ეს უკვე
ბევრს ნიშნავდა მუსიკოსებისთვის, იმიტომ რომ ასპარეზი მიეცათ. და გაიზარდა ჯგუფების რაოდენობაც. უკვე მეორე ნახევარში, 90-იანების მეორე ნახევარში. და გაჩნდა ჯერ ძველი ქალაქი, გაჩნდა რადიო. და შემდეგ იყო ნოსტალგია ასევე რადიო, რომელიც მე ჩვენ ვიქირავეთ სიხშირე და ქონდა ლეგენდა ეგეთი. როკ რადიო ქონდა, სუფთა როკის რადიო ქონდა აბსოლუტურად და იქ უკვე მოდიოდნენ, მე მქონდა გადაცემა შვაღამის გემი, სადაც ცოცხალად ვაკვრევინებდი მუსიკოსებს. მაგის ჩანაწერებიც მაქვს, რა თქმა უნდა, გაზიარებული. და რაც მოასწარი პრინციპში ეს იყო რა, სანამ თბილისში წამოვიდოდი, ანუ ეს მედია საშუალებები უკვე იყო. იყო მქონდა რუბრიკა მქონდა, ვიყავი გაზეთ პოსტსკრიპტუმის ვეტკოლეგიის წევრი ვიყავი და რუბრიკა მქონდა ჩემი LG სტენდი, ანუ ჩემი სტენდი და იქ ვაქვეყნებდი აი ამ ქუთაისელი მუსიკოსებთან ინტერვიუებს და ეგეთ რაღაც მოვლენები თუ ხდებოდა რამე, იმას ვაშუქებდი. ანუ იყო ჩვეულებრივი მიმღებლობა იყო თავიდან თუ კი რა ცხვირაბზუებულები იყვნენ და ესენი რაღაცას ჭიჭყინობენ, ეგეთი რაღაცა უკვე აღარ ყოფილა, მე ვამბობ, ხელმძღვანელი პირებისგან. ძალიან ჩვეულებრივად უკვე უყურებდნენ, რას ხდებოდა რა. თბილისში რა სიტუაცია გქონდათ განსხვავებული, როცა ჩამოდიხართ ამ გაგებით? თბილისში 2000-იან წლების დასაწყისში რა არის შეცვლილი აქ? შეცვლილი რა არის და უფრო პოპ მუსიკაა წინ, ანუ პაპსას რა ვეძახით ჩვენ და ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ნუ ესტრადას რო ეძახიან. აი ის არის ზენიტში უკვე აქეთ რა. ეს ქუთაისში ზენიტშია თუ მარტო თბილისში დაგხვდათ ასეთი ბუმი ამ ესტრადის, იმიტომ ეს მეც რა თქმა უნდა, თელ საქართველოში არის, მაგრამ ნუ ჯგუფები იქაც დარჩნენ, მაგრამ ქუთაისში ნაკლებად დარჩა ჯგუფი, აღარ იყო პრაქტიკულად 2000-იანებში და თბილისში უფრო იყვნენ. თბილისში იყვნენ, ექსპერიმენტებსაც ატარებდნენ, იყო სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა სტილებში. იყო კლასიკური როკის წარმომადგენლებიც უკრავდნენ, ბაჩი უკრავდა, თქვათ, კაკო ვაშალუნიძე. 80-იან წლების ბოლოს, სხვათა შორის არ დაგვავიწყდეს პოლიტიკა რო ახსენე, გამახსენდა ახლა. იყო ეგეთი ჯგუფი ოკეანე, არ ვიცი გახსოვს თუ არა. ოკეანე იყო მერაბ მამულაშვილის ჯგუფი, რომელშიც კაკო ვაშალონიძე უკრავდა და იყო ასევე ვახო მაკალათია იყო ვოკალისტი. კაი მძიმე hard rock-ს უბერავდნენ. ოღონდ ეს იყო უკვე პოლიტიკური მუსიკა იყო მანდ. იყო 9 აპრილზე სიმღერა, რომელსაც ქვია მოსკოვიდან ზარია, ეს 99 წელს დაწერილი სიმღერები არის, ანუ 80-იანების ბოლოს. და აი პოლიტიკური სიმღერები კიდე გამახსენდა მაშინ რომ მითხარი, მაგ ჯგუფი გამახსენდა ოკეანეს ქონდა ეგეთი რაღაცა. და მიტინგზე მივიჩქარით ყველა და რაღაც ეგეთი სიმღერებიც იყო. ანუ პატრიოტული როკიც გაჩნდა რა, ერთი პატარა ხანი იარსება, მაგრამ ნუ შეიძლება როკი პატრიოტულიც იყოს. პატრიოტული ქრისტიანული როკი არსებობს ახლა, პატრიოტული როკი არაფერი გასაკვირი არაა. კი, რა თქმა უნდა, არის, შეიძლება იყოს. თავისთავად. რა იწევს 2000-იან წლების დასაწყისში პოპ მუსიკის ასეთ პოპულარობას? თუ ეს ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენაა და არ ვიცი, მე მგონი მაგი არის ზუსტად პოლიტიკასთან დაკავშირებული. რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან სადღაც 2010-იან წლებამდე ალბათ რაღაცნაირად პატარა სიცარიელესავით იყო, ანუ ეს კი იყვნენ რაღაცა ჯგუფები რაღაცას უკრავდნენ, ფაფხურობდნენ, მაგრამ ახალი არ იქნება მაინც და ეს არაფერი. იყო უფრო, ხო, ახალი არაფერი არ იყო ისეთი განსაკუთრებული. და ალბათ უფრო პოლიტიკის დამსახურება იყო, არ ვიცი. ამგენს უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდათ ალბათ, რა ვიცი, პოპ მუსიკოსებს, ხო, მაგრამ პოლიტიკოსებისგან. ზოგადად, ხო, პოლიტიკოსებისგან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როკში და ალტერნატიულ მუსიკაში არავის ხელებში არ უნდა შეარჩერდეს ზოგადად და შენ თუ უნდა იმას კრა, რა ქვია, უნდა თქვა სათქმელი, მაგრამ არ ვიცი რა იყო ეგეთი ჩამკვდარი პერიოდი და 2010-იანებიდან ისევლე დაიწყო კაი ჯგუფები გამოჩნდა უკვე საქართველოში. ანუ რაღაცა წვეტა არის რა, პატარა წვეტა არის და ჩემი აზრით მაინც პოლიტიკის ბრალია. ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე მიმაჩნია ამ შემთხვევაში. თუმცა ლადოს ფესტივალები იყო მაშინაც, მაგრამ ის იყო 2000-მდე იყო, ხო ისიც. მერეც იყო რაღაცეები, მაგრამ ისეთი აი მახსოვს ზურა ჟვანიას
თან ერთად გააკეთა, ქარვასლაში იყო დემოკრატიისთვის რაღაც ესეთი აქცია იყო. ქარვასლაში, კაი ჯგუფებმა დაუკრეს მაშინ. და ესეთი დიდი აქციები მე 2000-იანი. რა კონცერტები ჩატარებულა ქუთაისში, ან ვინ ჩამოსულა თქვათ იგივე ან რუსი ან სხვა ისეთი მომღერალი, რომელიც შენთვის დასამახსოვრებელი იყო ამ პერიოდის ქუთაისში, რა მოვლენა იყო მუსიკალური ისეთი, რომელიც საინტერესოა 90-იან წლებში, გარდა ადგილობრივი ჯგუფების კონცერტებისა. მელომანს ჩამოყავდა სხვადასხვა ჯგუფები. მაგალითად, ვაბანკი ყავდა ჩამოყვანილი, სკლიარის ჯგუფი, რუსული ანდეგრაუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შემიძლია მას თქვა, იყო ხაზგაუსვა, იმიტომ რომ ახლა ძალიან ის არის, რა ქვია, პუტინისტები გახდნენ აბსოლუტურად მთელი ჯგუფი. ხო და ჰოლანდიური ჯგუფი იყო რაღაც ჩამოსული, იყო შავი ობელისკი, იყო ძალიან კაი მოსკოვური ჯგუფი იყო, მეტალ ჯგუფი იყო, წყალტუბოში ჰქონდა იმასაც კონცერტი. ზუსტად აი მელომანია დაწყობდა ეგეთ რაღაცეებს. თორე რაღაცა ისეთი მსხვილი დასავლური ჯგუფი არაფერი არ ყოფილა ისეთი. ქართულ და რუსულ ალტერნატიულ მუსიკას შორის რა პრინციპული განსხვავებაა ზოგადად? ანუ ეს ახლა არც რუსეთში არ დავადებულა ალტერნატიული მუსიკა და არც საქართველოში. ესეც დასავლეთიდან შემოვიდა და აი ამ შემოსვლის პროცესში რა უნიკალური თვისებები შეიძინა საქართველოში და რუსეთში განსხვავებული შენი დაკვირვებით? რა შეიძინა და ქართული ხასიათი რა და ეროვნული ხასიათი. გრებენშიკოვის მუსიკას რო უსმენ, ეს არის სუფთა აი რუსული ხალხური მუსიკიდან აქვს აღებული ბევრი რაღაცა. იგივე ზეფირას, დედეტეს, რა ვიცი, ძალიან ბევრს. იგივეა საქართველოშიც, აი რობის სიმღერები რო არ ტაია და რაღაცეებს რო უსმენ, იცი რომ რაღაცა სვანური არის, მეგრული არის, ქართლიდან არის რაღაცა და ეს არის ფოლკიერევა, ასე ვთქვათ. კი, ფოლკლორი. ფოლკი ერევა კი, რა თქმა უნდა, ქალაქური მუსიკაც ერევა. და ფოლკლორიც ერევა. ქალაქური მუსიკა რადგანაც გაიხსენეთ, ქალაქურ მუსიკას რა როლი უჭირავს ამ პერიოდის? ქალაქურ მუსიკას მუდმივად, სტაბილურად დადებითი როლი უჭირავს ალტერნატივის მოყვარულებშიდაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებშიდაც. იმიტომ რომ ეს არის, რა ვიცი, ძალიან დიდი იმერული კი არა, მეგონი ზოგადად დასავლეთ საქართველოს ტრადიცია იყო, ეს ბაფთიანი გიტარა და შვიდსიმიანი გიტარები, უფრო მეტად. ჩემ დიდი ბებიაც უკრავდა მახსოვს სოფელში, ქალაქური კარგი სიმღერები სამხმაში გაშლილი, ან ერთხმაშიდაც ჩვეულებრივად იმაშვებოდა, რა ქვია, მღეროდა ხალხი და ეს სიმღერები ისმოდა ხოლმე რა ფანჯრებიდან და იმიდან. ხალხი რო იკრიბებოდა, დაბადების დღე იყო თუ რაც იყო, ამ გიტარაზე მღეროდნენ, ანუ მგეს, რა ქვია, ქალაქური იშყნელების რეპერტუარი იყო, ცისფერი ტრიოს რეპერტუარი იყო და რა ვიცი, ყველას უყვარს რა ეს ქალაქური მუსიკა, რომელსაც სინამდვილეში როგორც ვიცი, ფოლკ მუსიკა ქვია დასავლური სტანდარტებით. ქალაქში დაბადებული ეს არის ფოლკლორი და ნასაზრდოები, ქალაქური მუსიკა არის ფოლკი. აი ბობ დილანის ფოლკი არის, ლეონარდ კოენის ფოლკი ვთქვათ და ასე შემდეგ რა, ბევრი შემსრულებლები ესეთები, ვინც ქალაქიდან ურბანული რაღაც გავლენა რო აქვს და თან ავტორშემსრულებლები არიან პლუს ამას, ფოლკს ეძახიან პრინციპში. ჯოან ბაეზი არის, ჯონი მიჩელის პირველი ალბომები სულ ფოლკი არის, ფოლკ როკი არის და ასე შემდეგ. ბრიტანეთში ძალიან მაგარი კულტურა იყო მაგის კიდე. ჩვენ გადაცემის ბოლოს ასეთ შეკითხვას დავსვამ. ვინ არის ისეთი მომღერალი ან ჯგუფი ან ადამიანი ან რა სიმღერა ისეთი რომელზედაც გული გწყდებათ, იმიტომ რომ იმ პერიოდში ან კარგად ვერ ჩავიწერეთ, ან სათანადო ტექნოლოგია არ იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ იცით რომ ის რომ მაღალი ხარისხით არსებობდეს, ან ზოგადად რომ არსებობდეს რამე ფორმით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნებოდა დღევანდელ დროს. ანუ მაინტერესებს გულდაწყვეტა იმ დაკარგულზე, რაც უბრალოდ იმის გამო რომ ტექნიკა არ იყო ან იმ პერიოდში ცხოვრობდით, რა პერიოდში ცხოვრობდით, ვერ შემოვინახეთ. გარდა აუთსაიდერის ინსაიდისა, რომელიც პეტრე მამონოვის სტუდიაში არის, მოსკოვში ჩაწერილი და არის დიდებული ხარისხის, ყველა თითქმის ხელახლა არის ჩასაწერი, მე თუ მკითხა. მაგრამ ესე იგი, გოგა ჟოჟოლაძეს მართლა ძეგლი არის დასადგმელი ქუთაისში იმ ხრივ, რომ მაგის ჰოუმ სტუდია რო არ ყოფილიყო, სახლის სტუდია. ეს ქუთაისური როკერების შემოქმედება პრაქტიკულად დაიკარგებოდა, შეიძლება ასე ითქვას. იმიტომ რომ მაგას ჰქონდა ძალიან ისეთი წირი, დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ ერთადერთი ქალაქში, რომელიც იწერდა ეგეთ მუსიკას რა.
მე ჰიპ-ჰოპზე არ ვამბობ, მე ვამბობ აი ალტერნატიულ მუსიკას. ჰიპ-ჰოპის ჰქონდა თავისი ისა, რა ქვია, იწერდნენ, შავი პრინცი ჰქონდა, იმაში იწერდა, მე მგონი მესხიშვილის თეატრში თუ რაღაცა. ორფეიში, სტუდია ორფეიში იყო მაშინ. ხო და აქ გოგა სტუდიაშია ყველა წაწერილი და ისმინება, ნორმალური არის, კარგი არის, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ უფრო მაღალ დონეზე ჩაწერილი ყოფილიყო ის სერიოზულ ანალოგურ სტუდიაში თუნდაც. რადგან ახლა გოგა უცნებობს თვითონ, რომ ანალოგური სტუდია გქონდეს. თუ რამე ვერსია არსებობს, მე მგონი ტექნოლოგიები ცოტა ხანში მოგცემენ საშუალებას, რომ დავამუშაოთ და უკეთესი სონები ვიყოთ. ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი კი რა თქმა უნდა. მაგის საშუალებას მოგცემს. მაგი კი არა და ისეთ სიმღერებს წერენ უკვე. ამასინაც ავაწყდი YouTube-ზე. 83 წლის ჯგუფი 1983 წელიო ჯგუფი ბორჯღალიო. და ვიღაცა სამი ტიპი ეგრევე რომ დააგვირდები სურათზე ეს ხუთი თითი და რაღაცები რო არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი. ეგრევე ეთქვა და მუსიკაც ასეთი არის. ქართული ენა, ქართული მეტალი, ოღონდ ისეთ ხევი მეტალია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ მომღერალიც, ვინც მღერის ის ხელოვნური ინტელექტი, მასაც ქართული სიტყვები ეშლება. ცუდად ამბობს, სპელინგი არ უარგენ. მაგით ხვდები, რომ ხელოვნური ბევრმა დაიჯერა, რომ ნაღდი ეგონა 93 წელს ხედავ რა ჯგუფი მეტალისტებს გაუსწორდათ ყველაზე მეტად. ახე რა ჯგუფი ყოლია საქართველოში. არა და მოტყუდნენ ჩვეულებრივად რა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხوار არის ისეთი ამბავი ან ისტორია, რომელიც კარგი იქნებოდა ამ გადაცემაში მოხდარილიყო, მაგრამ მე ვერ დავსვი სათანადო შეკითხვა, ამიტომ თქვენ თავისუფალი თქვათ. ერთ იმას დავამატებდი, რომ აი სარეპეტიციო ადგილებზე რომ მითხარი, ის გამახსენდა, რა ქვია, სადაც ქონდა ერთი პერიოდი Outsiders ისა რეპეტიციები, ეს იყო ეგრეთ წოდებული ბომბაუბეჟიშე, რასაც საბჭოთა კავშირში უძახოდნენ, ეს იყო აშენებული მიწისქვეშა ქალაქი ქუთაისში, რომელიც იყო სპეციალურად შექმნილი, რომ ამერიკელებს რო ბომბი ჩამოეგდოთ ატომური, ხალხი უნდა ჩასულიყო შიგნით და იქ ეცხოვრათ. ადგილი, სადაც მოხერხდა რეპეტიციების გაკეთება, იყო ეგ. 96 წელში იყო ესა და შეგვიშვენს რამდენიმე ოთახში იყო დენი მარტო და იქეთ იყო სიბნელე და კამერით დავდიოდით, რომ დაგვეთვალიერებია და იმ ხელაზე გავედით ერთხელ, რომ კიდე კაი გიდი გვახდა. თორე შანსი არის უკან გამოგვექცია, ლაბირინთი არის რა, პრაქტიკულად უზარმაზარი. რა ადგილას არის ქუთაისში? ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან არის ჩასასვლელი. სხვადასხვა ადგილას არის. ჩვენ ჩავდიოდით მესამე სკოლის წინ იყო. ქალთა გიმნაზია რო იყო წმინდანინოს ქუჩაზე, აი იმის მოპირისპირე შენობაში არის ჩასასვლელი პირდაპირ ერთ-ერთი მანდ. იცი რა დამაინტერესა ახლა რომ ვინ იყო გულშემატკივრები, იყო თუ არა ვინმე გულშემატკივრები, რომელიც ამ ხალხს ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლებს ეხმარებოდა სხვადასხვანაირად და თქვათ ვისი დამსახურებაც შეიძლება იყოს რამე ამ მიმართულებით ქუთაისში. თუ ეს იყო უშუალოდ ამ ჯგუფის წევრების შიგნით და ეს არ ფინანსდებოდა ან არ ყავდა განსაკუთრებული კომაკი. დამფინანსებელი პრაქტიკულად ჯგუფს თვითონ რობის ჯგუფს მოსკოვში რო იყო ყავდა, ვიცი. რომელმაც გიტარები აჩუქა და ჩანაწერში და ფირფიტებში და ფული გადაიხადა. ეს რობი უფრო იცის ხოლმე ნაკლებად. მაგრამ ზოგადად გულშემატკივარი ამ ჟანრს, რომელიც მარტო რობის კი არ ეხმარებოდა, არამედ ზოგადად კი, როგორ არ იყვნენ. ძალიან ბევრი იყო, სხვა შორის ისინი, რა ქვია, მუსიკოსებშიც, ანუ ისეთ კლასიკურ მუსიკოსებშიც, თქვათ, ხელოვნებამცოდნეებშიც იყვნენ და იყვნენ, რა ვიცი, აი ტელევიზიების უფროსებიც უკვე მაგრა გულშემატკივრობდნენ ამათ და ფინანსებსაც შეეხება, ფინანსები აბსოლუტურად ხდებოდა, აი რაღაც მოძიება, თქვათ, იყო რაღაც სხვადასხვა პროექტები არსებობდა და იმ პროექტებიდან რაღაცა 2 კაპიკი შემოდიოდა ხოლმე რა. ოღონდ ეს აბსოლუტურად ხმარდებოდა კონცერტების ორგანიზებას და რაღაც ჰონორარებზე იქ არ იყო ლაპარაკი. სად იყო ჰონორარების ფული, ნაღდათ არ იყო. თუ თქვათ რაღაცა შემოწირულობა იქნებოდა, ან რაღაცით დაფინანსება იყო, თქვათ, იყო რაღაც მერიაც ერთი ბოლო წლებში უკვე რაღაც პონჩი დაეხმარა უკვე მერიის, თქვათ, იგივე ის რო ჩავატარეთ, რა ქვია, ნიღბების კლუბის პრეზენტაცია ის ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდული ის იყო, რა ქვია, ცენტრი იყო მერიასთან არსებული. ისინი დაგვეხმარენ. შაშიაშვილია მაშინ მერი? კი, შაშიაშვილი არის.
ხო, შაშაშვილის ცოლთანაც იყო რაღაც კაი ურთიერთობა იყო დიასთან. და რაღაც ჩვენც ვაკეთებდით რაღაცა საქველმოქმედო იმგენს, თქვათ, უპატრონო ბავშვთა სახლს რაღაცები მივიტანეთ იქ საჭმელი რაღაცები იყო ეგეთი რაღაცაც. რაც არა პრინციპში სალაპარაკო, მაგრამ ხო გამახსენდა. და ნუ ეგეთი ფინანსები რო რაღაცა წყარო ყოფილიყო, ეგეთი არ ყოფილა. რაღაცა საკუთარი ჯიბიდან, ხო, აი თვითონ კლუბის შენობას რაც შეეხება, სადაც ჩვენ ვიყავით, ხო, ძალიან დიდი დამსახურება იყო რობის დედის. რობის დედა სულიკო ქავზინაძე იყო კულტურის პროფკავშირების წარმომადგენელი იყო ქალაქში და ნუ ყველა იცნობდა და თავის ცენტრში, სადაც პუშკინის ქუჩა არის, კაი გარემონტებულია ახლა სხვათა შორის. აი მან ქონდა ერთი ოთახი. ერთი ოთახი არ ქონდა პრინციპში, ორ ოთახს ვიყენებდით რა. ერთი სარეპეტიციოდ და შესაკრებად და ტუსოვკა მიდიოდა იქ და მეორეში რაღაცებს ვინახავდით. თქვათ ინსტრუმენტებს და რაღაცებს იყო ეგეთი ვარიანტი და ნუ ეს იყო დახმარება პრინციპში კულტურის პროფკავშირების მხრიდან. ანუ სარესტორნო სფეროში და საქორწილო სფეროში არასდროს არ მოხდა შერწყმა ალტერნატიული მუსიკის როგორც ხვდები, ხო? ეს ხალხი არა, თავისთავად ისინი იმგენთან კარგად ვიყავით იმ ვარიანტში, რომ ისინი ძალიან კაი ადამიანები არიან, უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ნუ აქ შერწყმა რა ვარიანტში, რომ სიმღერები შეესრულა. გაიმიქსა ვიღაცას ალტერნატიული სიმღერები გაიმიქსათ იმათ, ან პირიქით რაღაც ესეთ ყოფილიყო, რაც არა, ნუ ქალაქური სიმღერა რობიზე თუ არ ლაპარაკი, თქვა ხო, რობის გაკეთებული აქვს, თქვა წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო აქვს თავის ვარიანტში ჩაწერილი და მე ორერა სიმღერაც გაკეთებული აქვს აქეთ, ხო, სიყვარული ძნელია და რაღაც, თორე ისე იქეთ არაფერი ურთიერთობა არ ყოფილა მაგ ვარიანტში არის და შეიძლება ვიღაცის ქორწილებში კი უკრავდნენ, მე არ ვიცი. არა, ანუ აი ისე როგორც ფული შოვნის გზა. ეს არ ყოფილა ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლებისთვის. არა. ვერ მოხდა შერწყმა ქართულ ხორწილებში, მაინც არ დაუკარიცა ბოლო ჯამში ალტერნატიული მუსიკა ესე გამოვიდა. არ ვიცი, ხო გეუბნები, მე არ ვიცი, ეგეთი რაღაცა არ გამიგია და შეიძლება რობი ვიცის, არ ამბობს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელთვის ბევრი რამე ახალი იქნებოდა ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ჩემთვისაც ბევრი რამე იყო განსხვავებულად დანახული იმ პერიოდის, რომელიც მე ბავშვი ვიყავი და ისე არ მახსოვს, რომ პირობითად დეტალებში ჩავსულიყავი და დამენახა, რომ იმ პერიოდის ალტერნატიული მუსიკა როგორი იყო დასავლეთ საქართველოს, სადაც მე ცხოვრობდი ამ პერიოდში, ქუთაისში არ მიცხოვრია, მაგრამ მარტვილის რაიონში და უბრალოდ აი ხმები მოდიო რობი კუხიანძე და აუთსაიდერი გაგებული მქონდა, მაგრამ არაფერი არ ვიცოდი მის შესახებ. და დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ადამიანის მონაყოლი, რომელიც თანადროულია და აღწერდა თან ძალიან სასიამოვნოა და თან მე ჩვენ საუბარი ამითაც დავიწყე დღეს, რომ მე ეს ჟანრი ფაქტობრივად გავიცანი თქვენგან თბილისის ფორუმზე, როცა პოსტავდით ხოლმე რაღაც იმას, რა ქვია, ძველ ვიდეოებს, რომელიც მაშინ ყველასთვის ახალი იყო და ჩემთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ მაშინ ახალგაზრდაც ვიყავი და არც მქონდა ის გამოცდილება, რომ რაღაცნაირად პირველი წყაროების ან გაცნობილი ყოფილიყავი, ან ცოდნოდავინი იყო, ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ცოტა მოგვიანებით ამ პერიოდიდან და მადლობა იმისთვის, რომ დღეს დამთავრდეთ ინტერვიუზე და ესეთი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ჩვენი მაყურებლისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე წარმატებები საქართველოს დაბადებას. ცოცხლეთ, დიდი მადლობა. Guardia, regala